სოციალური მედიის ეპოქის ახალი სატელევიზიო რეალიტის ფორმატი პირველად საქართველოში და მხოლოდ რუსთავიორზე. Prime House-ი, ერთადერთი ახალი თაობის რეალიტი შოუ, რომელმაც შეცვალა თამაშის წესები. ტელევიზია და ციფრული სამყარო ერთ სივრცეში. სატელევიზიო რეიტინგების ყოველდღიური ლიდერი და ინტერნეტ სივრცის აბსოლუტური რეკორდსმენი. 87 მილიონზე მეტი ნახვა Facebook ვიდეოებს, 11 მილიონზე მეტი ნახვა და 700,000-ზე მეტი უნიკალური მნახველი YouTube-ზე, 1,5 მილიონი მოწონება და 92,000-ზე მეტი გამომწერი TikTok-ზე, 40,000-ზე მეტი ერთდროული მაყურებელი live რეჟიმში, 20,000-ზე მეტი ნახვა თითო Instagram Stories და 371 მილიონის მქონე ყველაზე აქტუალური ჰაშტაგი. Prime House-ი, წლის ყველაზე პოპულარული და განხილვადი შოუ იწყება. მოგესალმებით. დღეს შაბათია 22 საათი და ტრადიციულად რუსთავი 2-ის ეთერში თქვენ უყურებთ Prime House-ის live show-ს. მე კი მისი წამყვანი მარიამ სანოგო ვარ. ჩვენი ჟიურიც ადგილზე, როგორც ხედავთ, უმშვენიერეს შემადგენლობით, ტელეწამყვანი და დიზაინერი ავთანდილი. ტელეწამყვანი ნინუცა ორჯონიკიძე. მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი. ახლა ტიგროა სტუდიაში მოუხმო ადამიანებს, რომელთა ცხოვრებას 24 საათის განმავლობაში 10,000-ობით მაყურებელი უყურებს. მათ განიხილავს სრულიად საქართველოს, თამამად შეგვიძლია ეს ყველაფერი ვთქვათ. ისინი იყვნენ 14-ნი, დღეს არიან უკვე 6-ნი და დღევანდელი ლაივის შემდეგ ერთ-ერთი მათგანი დატოვებს პროექტს და სახლში მხოლოდ 5 მონაწილე დაბრუნდება. გთხოვთ მივეგებოთ Prime House-ის მონაწილეები. პატრიკი, გიორგი ნაზღაიძე, ანი ყიფშიძე და ჩვენი დღევანდელი 3 აუთსაიდერი. სალომე კაპანაძე, ნომრით 0903030301. კოჭლამაზიშვილი, ნომრით 0903030302. და როიალ გოდვინი, ნომრით 0903030303. მე შეგახსენებთ, რომ აუთსაიდერებისთვის მნიშვნელოვანია თქვენი მხარდამჭერა, ამიტომ უნდა დაურეკოთ და დაუმესიჯოთ მათთვის მინიჭებულ ნომრებზე. სატელეფონო ზარების და SMS-ების ფასი სიმბოლურად 1 თეთრია. ასევე შეგიძლიათ Facebook-ის საშუალებითაც დაუწიოთ მხარი თქვენს რჩეულს. ამისათვის ესტუმრეთ ჩვენს ოფიციალურ Facebook გვერდს, გახსენთ პირადი მიმოწერის ველი, აირჩიეთ ჰეშტეგი GetStarted და შეგიძლიათ ხმამისცეთ ან ერთ ან რამდენიმე რჩეულს. და მე მგონი დროა დავიწყოთ, მეგობრებო, რადგან ამ გადაცემას მე თვითონაც ძალიან ველოდი. დღევანდელი ლაივი დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებით საინტერესო იქნება, როგორც ყოველთვის და დღევანდელ გადაცემას დავიწყებ. რითით უხდებით? აბა. წინა ლაივზე მაყურებლის ხმების 72% მიიღო თეონამ, რომელიც დარჩა მაყურებლის რჩევით პროექტში. ხოლო შოუს შემდგომ თეოს ჰქონდა ლაივი, სადაც მან მადლობა გადაუხადა გავარდნილ მონაწილეს ავთანდილ ჯაფარიძეს, რომელმაც დისკვალიფიკაციით დატოვა პროექტი Prime House-ი. თეოს მადლობა, რა თქმა უნდა, სახლში განხილვის თემად იქცა და მას კამათიც მოყვა. მოდი ვნახოთ ვიდეო და შემდეგ განვიხილოთ უკვე ეს თემა. ელას ვუხდი მადლობას. ავთოს გულშემატკივრებსაც მართლა მთელი გულით ვუხდი მადლობას. ავთოსაც ვუხდი ძალიან დიდ მადლობას.
ამ დროს რო გვერდში დამიდგა და არ დამპოვა ესე რომ ვთქვათ. შეიძლება გვერდით არ არის, მაგრამ რეალურად არ დამპოვა. და მართლა გულწრფელ მადლიერებას გამოვხატო ავთოს და ავთოს გულშემატკივრების მიმართაც. Რა თქმა უნდა, მე არ ვარ დაუნახავი ადამიანი, მე ყველაფერს ვხედავ, და ვცდილობ, რომ დავაფასო ეს ყველაფერი, რაც ჩემს ირგვლივ ხდება. უნდა რო იძახდა სვავებით დამესიენო და კონკრეტულად ჩემზე იყო მე ზემოთ საუბარი, რომ მე ვაბულინგებ თურმე ამ ბოდიშის გამო, მადლობის გამო, ავთო არის ის პიროვნება, რომელიც გავიდა გარეთ, როიალს შეეხო ძალიან არასწორად, შეეხო პატრიკს არასწორად, მე შემეხო, მე მუქრება, ჩემი ოჯახის წევრებს შეურაცხყოფას აყენებს, ემუქრება. ავთოს გარდა თეონამ ისეთ ადამიანს გადაუხადა მადლობა, ვინც ამორალური განცხადებები აქვს ჩვენ ყველა მონაწილეზე. იმ ადამიანებს უხდის მადლობას და ამაზე როგორ არ უნდა უთხრა ვის უხდი მადლობას. როცა მე მეხება კონკრეტულად და ის იძახის რომ თურმე სვავები ვიდამესიან და ეს ადამიანი უხდის იმას მადლობას. კიდე რო არ ვეხები ხა დაფიქრდით, აბა კიდე არ ვეხები ადამიანს. იმასთან ვერაფერს ვერ აკეთებ და იმის გამო ჩემზე. რა თავხედია, შეხედე რა თავხედი ხარ, გალო. რას არ ხარ ოჯახში გაზდილი? გიორგი, რატომ გამოიწვია თეოს მადლობამ შენში მე ხა დავიწყებ ამ თემაზე საუბარ და ჩემი თხოვნა არავინ არ გამაწყვეტინოს, რადგან მე ვთხოვე პროდიუსერებს ძალიან ბევრჯერ ვთხოვე, რომ ის მონაკვეთი, რომლის გამოც მე ვარ ესე ემოციურად თეოს მიმართ და არ მალავ, ის არის ჩემი რაღაცა ძალიან დიდი აფეთქება. ეს იყო ჩემ ძმისშვილებზე, რომელიც თხოვე, იმიტომ რომ ჩემი ოჯახისგან ავიღე ახლა ნებართვა, რომ ეს ყოველივე გამეჟღერებინა, იმიტომ რომ გამოდის რომ მე ვარ მოძალადე. თეოს, ავთოს და თეოს ურთიერთობა ეს ჩემი საქმე არ არის, ის კიდე იგივე ის ფოტო მასალა, რომელიც დაიდო ვიდეო მასალა, ისინი რომ გარეთ ხვდებიან და ეს ჩემი საქმე არ, ეს მათი საქმეა. მაგრამ თეო მოუხადა ინტერნეტში ადამიანს, რომელიც აბულინგებს ჩემ ოჯახს, ჩემ ოჯახის წევრებს და კონკრეტულად გადავიდა ჩემ ძმისშვილებზე და ჩემ შვილზე. როდესაც საუბრობ ჩვენ დიდ ადამიანებზე, იქ არ აქვს პრობლემა, იმიტომ ჩვენ ვართ ზასული ადამიანები, რომლებსაც შეგვიძლია გავცეთ პასუხი. მაგრამ აქ იყო საუბარი სამ არასრულწლოვან ბავშვზე, რომლის ყველაზე პატარა ასაკი არის წელი და 8 თვე. იქ იყო საუბარი, რომ როგორ მოვყვე ხარ ესე ნუ მოკლედ იქ იყო ბავშვებზე ძალიან ცუდი რაღაც ფრაზები გაჟღერებული და ინტერნეტ სივრცეში ეს გააჟღერა, რომ ეხლა შეუტიეთ გიორგის, იმიტომ რომ გიორგის სუსტი წერტილი არის ბავშვები, მისი ოჯახი, ძმისშვილები და შვილი. და ინტერნეტ სივრცეში წავიდა ბულინგი, სადაც წერდნენ პირად შეტყობინებს, სადაც წერდნენ თვითონ კომენტარებში, რომ შენი შვილი, შენი ძმისშვილები უნდა მოკვდნენ, ისინი უნდა ჩაძაღლდნენ, იმიტომ შენაერი გვარი არ უნდა გაგრძელდეს. ეს იყო დაუსრულებელი, სადღაც ერთი კვირის განმავლობაში თუ არ მეშლება, რაზეც ყველანაირად ვიკავებდი თავს. ადამიანმა ეს ყველაფერი იცოდა და ადამიანმა ამ ყველაფრის შემდეგ იმ ადამიანს, რომელიც აი ამ ბულინგის თავი იყო, გადაუხადა მადლობა გულშემატკივრობისათვის. რამაც გამოიწვია ჩემი ის აგრესია, რომელიც არ არის მან დაჩვენები, იმიტომ რომ იცით როგორ იყო, ჩემო ოჯახმა ეს არ იცოდა, ჩემმა რძალმა, ჩემმა ძმებმა, არავინ არ იცოდა ეს ყოველივე და როდესაც უკვე მიდის იქამდე საქმე, რომ მე მოძალადე ვარ, ჩემი ოჯახი კითხვას თავს, რატომ? და მომიწია ამის ახსნა. ოჯახში ისეთი ტრავმა ეხლა, იმიტომ რომ რა შუაში არიან ბავშვები. ვერ ვიგებ, რა შუაში არიან ბავშვები და მე გული დამწყდა თეონაზე, იმიტომ რომ ჩვენ ერთ სახლში ვართ, ერთ სახლში ერთ მაგიდასთან ვჭამთ, ერთ აბაზანაში ვანაობთ და ჩვენი პრობლემა მე მგონი უნდა იყოს გაზიარებული, როდესაც შენ ხარ ჩემ მაგიდასთან წინ, შენი მტერი უნდა იყოს ჩემი მტერი და ჩემი შენი და არ ვთვლი რომ აქ სწორი იყო ის მადლობა, რაზეც შემდგომ თეონა არც ნანოს იძახის რომ შენ იმ ადამიანს პასუხი ვერ გაეციო და შენ მე მაბულინგებ. იმაზეა ის ადამიანი მე არ მაინტერესებს, შენზე დამწყდა გული. რომ შენ რეაგირება ქონდა სხვა და კიდევ ერთხელ ვიძახი ხალხო არის რაღაცა ზღვარი, მაგრამ ბავშვები, პატარა ბავშვები, რომელიც არასრულწლოვანი, ვინც რომელიც თავს ვერ დაიცავს, იქ უნდა ყველა ერთად დავდგეთ. აი ეს იყო ჩემი გაღიზიანება ამ ვიდეოში, რომელიც ვითხოვე რომ ამოეჭრათ, მაგრამ ამოჭრის გამო უარესი რამ მოხდა. და ეხლა გავაჟღერე, იმიტომ რომ ჩემო ოჯახმა მომცა ამის უფლება. აი ეს არის ჩემი გაბრაზების მიზეზი. გასაგებია. თეო, რა ურთიერთობა გაქვთ ახლა შენ და ავთანდილს? ჩვენ არანაირი ურთიერთობა აღარ გვაქვს. იმ დღეს გუშინ იყო ეს შეხვედრა შემთხვევითი. მოხდა ჩვენ შორის საუბარი, სადაც ყველაფერი გაირკვა ჩვენ შორის და დამთავრდა ჩვენ შორის მსგავსი ურთიერთობები. რატომ გადაუხადე მადლობა ავთანდილს და მე რა თქმა უნდა გიორგის
ეგ ძალიან ბევრჯერ ავხსენი და კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ არ ვარ ბოროტი ადამიანი, ძალიან კარგად ვხედავ ვინ რას აკეთებს ჩემთვის. მართალია ამ ადამიანმა ძალიან ბევრი შეცდომები დაუშვა ჩემთან მიმართებაში, რაზეც გუშინ ბოდიშები მომიხადა და ვიტყვი, რომ არასდროს არანაირ ცუდს მე გულში არ ვიტოვებ. ანუ გასაგებია ის თავის გზაზე, მე ჩემ გზაზე. თუმცა, როგორც გულშემატკივარს მოვუხადე მასაც მადლობა, იმიტომ რომ იმ მომენტში ადამიანურად გვერდში დამიდგა და ეს იყო და ეს. გასაგებია, კარგი. შენგან აუცილებლად ჭირდება კომენტარი გიორგის სიტყვებთან დაკავშირებით, სადაც მის შვილებზე და შულზე არის საუბარი. მოგახსენებ ჯერ ერთი, ანუ ჩემთვის ცნობილი არ იყო, რომ პირადად გიორგის ბავშვებზე და ოჯახის წევრებზე მსგავსი ინფორმაცია იყო იმ ადამიანის მიმართ გავრცელებული, ერთ წამი მეც დავამთავრებ და როგორც გულშემატკივარს ამ შემთხვევაში მე მომდიოდა სკრინები, რომ ეს ადამიანი მხარს გიჭერს, ასე გვერდში გიდგას, ნახე შენთან არის გეხმარება, ოღონდ რა პრინციპებით ეგ მე არ ვიცი. მე ეგ ადამიანი გავიგე აქ, საერთოდ აქ პროექტში გავიგე ვინ არის, რანაირია ამ ბოლო დროს განსაკუთრებით. არანაირ მსგავს აქციელს მე იმ ადამიანს არ ვუწონებ და არანაირი არა. ჩემთვის ეგ არის დაუშვებელი. თუმცა, როდესაც ლაივში ვიყავი გასული, ყველა აბსოლუტურად მწერდა მსგავს კითხვას. ამ ადამიანს არ მოუხდი მადლობა, ας ნახე როგორ გვერდში დაგიდგა. ნახე ამ ადამიანს არ მოუხდი, მე როგორც გულშემატკივარს ისე მოუხადე მადლობა. და ყველას ვუხდი აბსოლუტურად მადლობას, ვინც იმ მომენტში ხალხი დადგა ჩემს მხარეს. რაც შეეხება იმას, რომ რავი, ანუ არ ვიცი მეტი რა უნდა ვთქვა. მე ყოველ შემთხვევაში კი, გიორგი, გისმენთ. ძალიან კარგია, რომ ერთ-ერთი ჟიურის წევრი იმ კონფლიქტის დროს ესწრებოდა იქ და მე მაინტერესებს ნუკის ნუკის აზრამდე აზრით არა. მაინტერესებს ნუკის პოზიცია იმაზე, რომ ითქვა თუ არა, რომ ამ ადამიანმა იმ კონფლიქტში არ იცოდა თურმე და მე არ გამიჟღერებია, რაც ამოჭრილია. ძმისშვილებზე ვსაუბრობდი თუ არა, რაზეც ვიფეთქე მე იქ. ეგ მაშინ გავიგე. არა, მოდი მიმართლე რაც არის და მე ეს რაღაცას დავამატებ კიდე. როიმ აღნიშნა ძალიან სწორად ინტერვიუში. ის ადამიანი მარტო მე კი არ შემეხ. ჩვენ ყველა ოჯახი წერს შეხო, მაგრამ ეს ყველამ ვიცოდი, ეს სტრესი გამოიარა ყველა, მაგრამ მე სხვის ოჯახის სხვებზე ვერ ვისაუბრებ. ყველამ უნდა დაიცვას თავის ოჯახი. მე ამ შემთხვევაში ვიცავ იმ ბავშვებს, რომელსაც არ აქვს საშუალება თავისი თავი დაიცვან და შე ვისაც გინდა გულშემატკივარ შეგიძლია უთხრა მადლობა, მაგრამ არის ერთი მარტივი ფრაზა, რო თქვა რომ ნუ ეხები სხვებს, ნუ აბულინგებ და მით უმეტეს ბავშვების მიმართ, ნუ გაკ ეს ზალადობრივი ფორმა. ეს არის მეტი არაფერი. მეტი არაფერი არ მინდოდა მე, მაგრამ ადამიანისგან მე ეს ვერ მოვისმინე კვირაზე მეტი რა ჩვენ ერთ სახლში ვიყავით. ვერ მოვისმინე და მოვისმინე ბოლოს რა ფრაზა, იცი? შენ არა გაქვს იმის თავი რომ იმას ელაპარაკო და მე მირჩევ საქმეს. ამ დროს ყველას ეგონა ავთო და ავთო არ მაინტერესებს. ეს ავთო არ არის ხალხო. შეიძლება დავამატო? კი, გისმენთ. ეს ადამიანი იქ სახლში ყოფნის განმავლობაში სულ სოცხას, რომ ჩვენ არც მეგობრები ვართ, არც არანაირი კონტაქტი არ გვაქვს, უბრალოდ ერთ შოუში ვართ. აქედან გამომდინარე, მე მადლობას ვის მოვუხდი, რანაირად მოვუხდი და ანუ ჩემ გულშემატკივარს როგორ მივმართავ, ეგ არის ჩემი საქმე. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვავ, არ არის არანაირად ის ადამიანი გასამართლებელი, რასაც ის აკეთებს, თუმცა როგორც გულშემატკივარი, მე გვერდში დამიდგა, რაც არ უნდა იყოს. და მე ყველა, აბსოლუტურად ყველა გულშემატკივარის ერთი ზარის მადლიერი ვარ. მე გული მწყდება ერთ რაღაცაზე, რომ ადამიანი ამ დრომდე ვერ ხვდება, რაზე საუბრობ. ამ დრომდე ვერ ხვდება, რომ არის სამ არასრულწლოვან ბავშვზე საუბარი. 12, 7 წლის, 1 წამი, ხო მოგისმენთ, 1 წამით, ხო მოგისმენთ, ეხლა მე ვსაუბრობ. 12 წლის ჩემი შვილი, 7 წლის და წელიწადში 8 თვის ბავშვებზეა საუბარი, რომელსაც უსურვებდნენ სიკვდილს, იმიტომ რომ ჩვენი გვარი, ნაზღაიძის გვარი არ გაგრძელებულიყო. ამას მთელი კვირის გამო პირად შეტყობინებებში, კომენტარებში, სხვადასხვა რაღაცებში, ვიდეოებში ამას წერდნენ. ამას კითხულობდი მე და პროექტში, როდესაც მიარმა გოჯახთან ესე კონტაქტი, იმის განცდა მქონდა, რომ ეს არ წაიკითხოს ჩემმა რძალმა, ჩემმა ძმამ, რომელზეც ეს ძალიან იმოქმედა. საბოლოო ჯამში რა გამოვიდა რომ გაიგეს და გაიგეს, ანუ ვერ გიხსნით ოჯახის ტრაგედიას, ეხლა ვერ აგიხსნით და გული მწყდება, რომ ადამიანი, რომელიც მომავალი დედა, ამას ვერ იგებს. ვერ. აი გული მწყდება. კარგი.
ნუ კი, შენ ხარ ჩართული ამ კონფლიქტში, რადგანაც მაქსიმალურად ობიექტური, არავის მხარეს არ დავიჭერ და ვიტყვი შემდეგ კი, ნამდვილად კონფლიქტი არ ყოფილა ავთოსთან მიმართებაში, ეს იყო ბავშვები, გიორგი ძალიან გაბრაზდა, დაკარგა კონტროლი, რაშიც არ გამართლებ და იცი რომ არ გამართლებ. ფორმას აქვს მნიშვნელობა. თუმცა ეს ნამდვილად სიმართლე და მაშინვე გითხარი გიორგი რომ ნუ ითხოვ ნურაფრის ამოჭრას. მე მეშინოდა რომ ეს ამას ნახავდა ჩემი ოჯახი, ხალხო თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როდესაც ჩემი ძმა, ჩემი რძალი უყურებს იმას, რომ ტელევიზორში თურმე მის შვილებს აწყევლია. ასე იყო ნამდვილად გიორგი ძალიან გაბრაზდა, იყო ბავშვებზე საუბარი, ამან გამოიწვია ეს ემოციები არ გამართლებ და მოხდა ეს საუბარი. თუმცა აქვე მინდა ხაზი გაუსვა, რომ თეოც ვერ იქნება პასუხისმგებელი თავის გულშემატკივრებზე. უბრალოდ გამორიცხული. უბრალოდ მოუწოდო მე როგორც აი ჩვენ ვაკეთებთ ამას, რომ გვაქვს მოწოდება გულშემატკივართან, რომ გთხოვთ ზიზღი, აგრესიის გარეშე მიგულშემატკივრებთ. საუბრობს ჟიური, ამიტომ ძალიან გთხოვ, მივცეთ საშუალება. ლაივში გავდივარო, თავი შეიკავო, მესმის აბსოლუტურად თქვენი ემოციების, მაგრამ ცოტა ხანი თავი შეიკავოთ, რადგან ჟიური საუბრობს და უსმენთ ჟიურს. რეალურად ეს კამათი გამოვიდა კონტროლიდან ძალიან სწრაფად, იმიტომ რომ აქ იყო ემოციები ჩართული, თეოს პოზიცია იყო ის, რომ მე ადამიანები მიჭერენ მხარს და არ აქვს მნიშვნელობა როგორ, რანაირად, ვინ, მე მადლობელი ვარ თითოეული ზარის, მე მადლობელი ვარ თითოეული ადამიანის, თუმცა როიალიც იძახდა და მეც ნაწილობრივ ვეთანხმები, რომ შეგიძლია მოუწოდო უთხრა რომ მიგულშემატკივრეთ, მაგრამ კიბერბულინგი არის ძალიან ცუდი რამ. მით უმეტეს როცა ბავშვებს ეხებიან ეს მართლა რატო უნდა შევეხოთ ვიღაცის ოჯახს. მაგრამ არ ჩვენ გამართლებდე. კიდევ ერთხელ არ შეიძლება ასე რომ მიმართო ემოციების გამო. მე ნამდვილად არ ვამართლებ ჩემ თავს იმ ემოციების და იმ ფრაზების გამო. უბრალოდ არის რაც მიხვდნენ სად არის ჩემი სუსტი წერტილი. და იქ დამარტყეს ზუსტად. და მაგის გარდა კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, არასდროს არ გინდოდეთ რამე იყოს ამოჭრილი. ყველაფერი უნდა იყოს ისე როგორც არის, იმიტომ რომ ეს არის რეალიტი. ყველაფერი უნდა იყოს. მე მეგონა რომ ამით გავფრთხილდებოდი ჩემ ოჯახს. ხო და ნახე როგორ მოხდა, ჩემ ოჯახს დავიცავდი ამ თავდასხმისგან, მაგრამ გამოვიდა გადაცემაში ისე რომ ეს რო ამოიჭრა, გამოვედი უბრალოდ მოძალადე, რომელიც თავს დაესხა გოგოს. აი ეს და ძანგული მწყდება ამ ყოველივეზე. გეთანხმები, ნუ კი, უნდა ყოფილიყო მთლიანად, მაგრამ მე ვერ ავიღებდი პასუხისგებლობას ჩემი ოჯახის მაგირად, იმიტომ რომ შეიძლება არ უდომოდათ ამ ბავშვების თემა ისე გაჟღერებულიყო. გასაგებია. როდესაც შენ მსგავსი დამოკიდებულებით ხარ შენი ოჯახის მიმართ, ანუ იგივე სხვას არ უნდა გაუკეთო და შენ ჩემ ოჯახს არ უნდა შეხებოდი. ლაპარაკის დროს. გასაგებია? მე ვამბობ კიდევ ერთხელ გამეორები. როდესაც მსგავსი დამოკიდებულება გაქვს შენ ოჯახთან, შენ სხვისი მით უმეტეს ჩემი ოჯახი, როდესაც იძახი 2 დღით ადრე, რომ ესეთი კარგი ოჯახისგან ხარ, გაზრდილი 2 დღეში ჩემ ოჯახს უდიერად არ უნდა ახსენებდე. მე ფორმა იყო. მე დავსვამ კითხვას, ისევ ფორმას. კითხვა იყო ესეთი, როცა გაუბრაზდი, მე ვკითხავდი, ოჯახში არ ხარ გაზრდილი. მე ოჯახს არ ვეუბნებ, ანუ შენ, არ ხარ, ეს გავაჟღერებ. მე კიდევ ერთხელ განმეორდები, მე არ ვამართლებ. შენ ვერ წარმოიდგენ, ჩემი ძმა როგორი გაბრაზებული იყო მაგას და რამდენი ხანი ვაწყნარებდი, რომ არ ჩარეულიყო ამ სიტუაციაში. თქვენ ვერ ხვდებით ალბათ ჩემი ოჯახის მდგომარეობას ამ დრომდე. შენ თუ მსგავსი გაღიზიანებს და წყობილებიდან გამოდიხარ, იგივე არ უნდა გააკეთო სხვა ადამიანის მიმართ. არც ერთ კონტექსტში ოჯახი არ უნდა გეხსენებინა. თეონა, ალბათ შენ ვერ ხვდები. მე ოჯახი შენი არ მიხსენებია. სხვა ადამიანმა რამე თუ შენს წინააღმდეგ გააკეთა, რომელსაც არ ვიცი და არანაირი შეხება არ მაქვს. ალბათ შენ კიდევ ერთხელ ვერ ხვდები რაზეა საუბარი. სამწუხაროა. შენ იმ ადამიანის გამო მე პასუხი არ უნდა მომთხოვო. შენ გადაუხადე, მადლობა და შენ არ გა. საქმე არ არის ამ შემთხვევაში, მე ვის გადავიხადე. ყველაზე დიდი ტრაგედია ამ ყოველივეში იცით რა არის? ადამიანი ამ დრომდე ვერ ხვდება, რომ უბრალოდ უნდა დაეგმო ბავშვების მიმართ ძალადობა. კარგი, მოდი ახლა ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია. სწორედ ის რომ მე ხმამაღლავ თქვი ფრაზები, მე ამას ვიძახი კიდე არ ვარ მართალი. ამბობს იმას, რომ არ იცოდა ამ ბავშვების შესახებ, ბულინგის შესახებ. ამბობს რომ არ თუ კი მას გააჩერდა კიდე იმ დღეს იყო გაჟღერებული, როდესაც შენ მე უშვერი სიტყვებით მომმართავდი. იმ დღეს იყო გაჟღერებული. ჩვენი კვირის განმავლობაში ამას ვაჟღერებდი, კადრს მიიღმა ყველა. თეონა, რომ გწოდნოდა ამ ბულინგის შესახებ, გადაუხდით თუ არა მადლობას იმ ადამიანს, ვისაც გადაუხადე. რომ გწოდნა ამ ინფორმაციის შესახებ. არ გადაუხდით. მე არანაირი და მარტო ჩემზე კი არა, სხვა მონაწილეების ოჯახის წევრებზე, როდესაც იყო ბულინგი,
ყველა ისიც იცოდა. მე ყველას- გასაგებია გიორგი აბსოლუტურად, მაგრამ თეოსთან იყო ეს შეკითხვა და ეს მაინტერესებდა მე. არ ვნახულობ მის გავს რაღაცეებს. გასაგებია შენ არ იყავი საქმის კურსში, რა თქმა უნდა, კარგი, საქმის მადლობა კურსში, ძალიან განაირად. დიდი. ახლა ნინუცავს შეფასება რა თქმა უნდა ჭირდება გულთან დაკავშირებით. შევეცდები გავანეიტრალო თუ რამენარად შემიძლია, იმიტომ რომ როდესაც ბავშვებთან ვლაპარაკობ, ჩემთვის დამტკივნეული თემაა, იმიტომ რომ მე მაგალითად ის დედა ვარ, რომლის შვილიც მაგალითად კიმესუ ტელევიზიაში ვცდილობ რომ ვიყო აქტიური, მაგრამ ჩემი შვილი თვალით არავის არ უნახავს, იმიტომ რომ ვთვლი რომ აი ზუსტად ამისი მეშინია. მე მიყურე, მეც იგივეს ვაკეთებ. ზუსტად ამისი მეშინია, რომ რამე რომ მე ფეხი ამის რეალობაზე შემეშალოს, აი ეს მთელი აგრესია, რომელიც ჩემს მიმართ არის მომართული, გადანაწილდება ბავშვებზე. მე მინდა ვთქვა, აი ზუსტად ამ ლოგიკით, რომ ეს ძალიან ხშირად მე მინახავს, რომ ესე მოხდა, სამწუხაროდ ეს ასე ხდება და ცნობიერება უნდა ავამაღლოთ, რომ არაფრით არ შეიძლება, როცა შენ ხარ ნინუცაზე გაბრაზებული, მის შულს არ უნდა შეეხო. ეს არის 2x2 თეოს დავიწყებ თეოს შენ გაქვს სრული უფლება ვისაც გინდა გადაუხადა მადლობა ვისაც გინდა უთხარი ბოდიში ვისაც გინდა ვისგანაც გინდა გეწყინოს ვისგანაც გინდა გაგეხარდეს ეგ არის შენი სრული უფლება ასევე გიორგი გინდა გაბრაზდი გინდა გეწყინოს შენ აი მე აბსოლუტურად მესმის შენიც და თეოსიც მესმის ორივესი თანაბრად მესმის მაგრამ აი სად ვიქნებოდი მე ყველაზე ფრთხილად რომ როდესაც ურთიერთობა მიდის ხო აზრის დაფიქსირება ხო ამ შემთხვევაში შენი ოჯახის და შენი თავის პოზიციების დაცვას რომ ცდილობდი ცოტათი გამოვიდა ისე რომ შეურაცხყოფა მიაყენე ამეთი თეოს ანუ ის აი ფორმა როცა ლაპარაკები დავასრულებ რა მე ხელა აი ფორმა გიხოცები დავასრულებ და აი ფორმაზე არის ლაპარაკი როგორ იყო ნათქვამი იმიტომ რომ მე მესმის ბოლო კვირეები არის უკვე ძალიან დასტრესილები ხართ ნეგატივი მოდის 6 ხართ ამ სახლში ვიზის დატოვება სტრესი იყო ის სტრესი იყო აქ ანისთან კონფლიქტი და მე მესმის რომ თქვენ ძალიან რთულ მდგომარეობაში ხართ მაგრამ გეხოცებით თქვენი აზრი დააფიქსირეთ თქვენი თავი დაიცავით მაგრამ ძალიან გთხოვთ ფორმა შეარჩიეთ სწორად 1000-ობით ადამიანი იყურებს და ჩათვლის რომ ეს არის სწორი საქმე მე არ ვამართლებ ჩემ თავს არც ერთ წამში არა მე არ ბოდიში მინდა არაფერი ვიცმე ისედაც უბრალოდ მე ჩემი ის მინდა და აზრი დამფიქსირებინა მე მესმის ავთანდილურად აბსოლუტურად მესმის არა არ ვამსუბუქებ იცი რა ჩემს ცხოვრებაში მე რასაც მზრდის არის მადლიერება იმ ადამიანების ვინც მე გული მატკინა ცხოვრებაში უახლოესი ადამიანებიც რომლებიც ჩემი ცხოვრებიდან გაუშვი მაგრამ მადლიერი ვარ იმიტომ რომ გამზარდა ამ მდგომარეობამ ასევე მესმის გიორგის იმიტომ რომ არსებობს ზღვარი რასაც არ უნდა გადაცდე და უნდა იყოს აუცილებლად ხაზგასმი რომ თუ პრობლემა გაქვს კონკრეტულ ადამიანთან შემოიფარგლე ამ ადამიანთან ურთიერთობით და პირდაპირ ელაპარაკე აქ არც ოჯახის წევრები არ ჩვენი შვილები ნათესავები არაფერ შუაში არ არის გასაგებია. წინა ლაივის შემდეგ სახლში დარჩა 3 გოგონა და 3 ბიჭი. და კვლავ გააქტიურდა კოალიციის საკითხი. ამჯერად გიორგიმ კოალიციის შექმნა დააბრალა გოგონებს. მოდი ვნახოთ ვიდეო. და ჩვენს საღამოს მუსიკალურად აფორმებს ტრიო მანდილი. ტრიო მანდილი არა რა. ნატო ბანდა. 3 ფინალისტი აქსის. რო იცოდეთ. წარმატებები გოგოებს. ამ ადამიანს მე მგონი ძალიან უნდა ლიზისთან ერთად ყოფნა და გავუშვათ. რა პრობლემაა, კაცო? თუ ნებითა არ გინდა, ძალითა ჩვენითა. ჩემი აზრით, ამ შაბათს გოგოები იჯდნენ და ჩემი აზრით, იქ ბიჭები ძირიან. არა? გოგოები? რატო? ვინ კაცი, რა კაცი დაპატა. ვიდეოში რო ვამბობთ. ბიჭები უნდა დავსვათო რას ნიშნავს? ბიჭი რა ბიჭები და გოგოები ეს ისოდადეა მე ბაზი თამაშობდი მანდ ვამბობთ რომ ეხა მოდი ახლა გოგოები იჯდნენ მოდი ეხა ბიჭები იჯდნენ დაიძინა თუ რაღაც ეგეც ხო მე
ჭორაობით არ ვლაპარაკობ. ჭორაობით მე არ ხო, ანუ ისე რომ ვინმე ვერ გაიგოს და რაღაცა. როდესაც ეხავს ეგრეთ თუ დავიყოფით აი გოგოები. ბიჭო, არა, არ ვიყოფით, მაგრამ ვიყოფით აშკარად. ეხა არ თქვა იმაზე ჭედავთა ის რა ქვია. გოგოები ვიქნებით ეს რაღაც რა ვთქვი. არა, მაგაზი არ ჭედავთ. უბრალოდ ვიყოფით უკვე გოგოებად და ბიჭებად და რა პონჩი ვერ გავიგე. ხადაობა იყო პატრიკ. არა, ვიყოფით გოგოებად და ბიჭებად. არაფერ არ ვიყოფით. პატრიკ, ბიჭების დაყენება უნდათ ამ კვირაში სამივე ბიჭის დაყენება უნდა ჩვენი. არა, ეს არის ხუმრობაო გადაცემისთვისო. ხო, მაგრამ აი ნახეთ რომ ეგრე იქნება. არა, ადამ გვითხრა ეხლა. ხო, მაგრამ ჩვენ ხომ ნახავთ რომელი ხუმრობა. ეხლა უნდათ ბიჭების გაგდება. დაერივნონ ბიჭებს. ეს ყველა მიცის. მგონია რომ გოგოებმა უბრალოდ გადაწყვიტეს რომ ბიჭები ჩამოიშორონ, ხმათა უმრავლესობით დარჩენ და მე ნელ-ნელა იშორონ და იშორონ. იმიტომ დღევანდელი გადაწყვეტილება ძალიან დიდ როლს მოახდენს მომავალში განვითარებულ მოვლენებზე. ანი, იყო თუ არა ნაკოლბანდა კოალიცია? არ იყო. ფაქტის სახეზეა მე მგონი. კარგი ბატონო. სალომე, რა მაინტერესებს, იცი? თქვენ რაღაც პერიოდის მანძილზე შენ და ამბობ კიდე რამეს? ეს კოალიცია რო ყოფილიყო, ჩემი გადაწყვეტილება ესე ძალიან არ გააკვირვებდა არავის. ლაიკი, დისლაიკი? არც დისლაიკი. კარგი გასაგებია. სალომე, შენგან მაინტერესებს, შენ და ანი ცოტა დაძაბული ურთიერთობა გქონდათ, მაგრამ დათბა თქვენ შორის მე მგონი ხო სიტუაცია? კი. და რა არის მიზეზი, რატომ? ჯერ კოალიციაზე რო თქვა შეიძლება? კი, რა თქმა უნდა, ხისმე. აი ამ კოალიციის სახელში გოგოებს კოალიცია აქვთ, აი ამ დღეების თუ ერთი კვირის განმავლობაში მოხდა ესეთი რაღაც, რომ ვანი და გიორგი რადგან რაღაც არეული ურთიერთობა ჰქონდათ ამ დროის მანძილზე ხშირად კამათობდნენ. ერთ-ერთ დღეს, როცა ნუკი იყო ჩვენთან სტუმრად, რატომღაც ამ კამათში წამოწდა ორივეს, რომ ზედიზედ ორი დასახელება იყვნენ შეკრულები. და პირველი დასახელება, როცა მე ამ სკამზე ვიჯექი აუთსაიდერების, ანის და გიორგის გამოვიჯექი. ეხლა რომ ვზივარ ამ სკამზე, არავინ ამ კვირაში მე რადგან გადავწყვიტა, რომ მოდი აბა 7 სალომე ვიქნები. რადგანაც ესე გამოვიდა, სალომე არაფერ შუაში არ არის, მაგრამ დისლაიკი მაინც სალომეს. ანუ, ამით იმის ხმა მინდა, რომ 100%-ით ვამბობ, რომ აი ეხლა მე რო ამ სკამზე ვზივარ. სრული უსამართლობა. ანუ, სრულიად დაუმსახურებლად, აი არ ვიცი, სრულიად დაუმსახურებლად თქვენს წინაშე ვარ აუთსაიდერი. რაც შეეხება ანიზე მინდა, რომ ხო, ცოტა ისე იმედგაცრუებულიო რატომღაც გულნატკენი, ზოგი იტყვის, რომ რა შენი საქმეაო, ზოგი, რა ვიცი, შეიძლება დამეთანხმოს, მაგრამ მე ჩემსაც მაინც ვიტყვი. აი, ამათი უთანხმოების დღეებში ანი მიცოდა ჩემი დამოკიდებულება გიორგის მიმართ. ანი ამ დღეების მანძილზე ბიჭდებოდა და მელაპარაკებოდა, როგორი შეურაცხყოფილი იყო, რა გადაიტანა, რომ არ იმსახურებდა ესეთ დამოკიდებულებას ადამიანისგან, რომ აი რჩევებსაც იღებდა, რომ აი გიორგიმ რა გაუკეთა ანის და ასე შემდეგ. ანის მინდა უბრალოდ უთხრა. მე დაგანახე ჩემი ღირებულებები, დაგანახე ჩემი ადამიანობა. აი არ ვიცი, ყველანაირი ჩემი პრობლემები გვერდით გადავდე, დაგიჯექი, გისმენდი. გულთან ახლოს მივიტანე, დაგეთანხმე და ბოლოს ისე გამოვიდა, ჩემთან არაფერ შუაში, ვისაც გინა ლაიკი თუ დისლაიკი იმას დაუწერა, უბრალოდ მაყურებლის წინაშე, უბრალოდ არ ვიცი. გადაწყვიტე მართალი ხარ თუ არა რომ საღამოს გამოდის მიფიცემის დაკვირვებულები და შესაძლებლობები რომ ვერ მივხვდით რა გავაკეთებთ. იცი რა ისი თქვა მინდა? ანი მახსენა ის რომ ეს ჩემი სტრატეგიაო და ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ნუ რავი, ნუ გამრავს თავის სტრატეგიაში და ნუ გამოიყენებს ჩემს კეთილ განწყობას. ანუ მე ბოროტულად რა გავაკეთე სალომესთან. ანუ სალომე არაფერ შუაში იყო, არც ჩემს
არ მოწონებასთან და არც ჩემს მოწონებასთან. მე მაქვს ჩემი აზრი და ამ ლაიქს და ამ წოდებას როგორც მინდა ისე გამოვიყენე. მე გაგიბარჯოს, რა ვისაც გინდა იმას დავწერე, უბრალოდ მე ნუ მიზიხარ, მაშინ ჩემგანაც იცი რა ზუსტად მაგლაპარაკის გამო იყო კოალიცია რა დაგვაბრალეს. ვარ და ხანამად დაუძაბი და ხანამად გამოიყო ზუსტად ბოლო მართლა ხეებთან ლაპარაკობ და მხარ ეს იმიტომ რომ ადამიანთანაც მინდა ლაპარაკი გვერდით დავდექი და ბოლომდეანის გვერდით ვიდექი და კოალიციაო იძახდნენ ამდენი ხნის მანძილზე. ანუ მე არ ვიძახე რომ კოალიცია ხო. ალალა გარკვეულია რომ გარკვეულ რაღაც ქალების ერთობას ჰქონდა ადგილი. კი ბატონო. ქალების ერთობას ოღონდ სამი გოგო დავრჩით და უბრალოდ ერთმანეთისთვის ვარ. უბრალოდ რაღაცა რო გონია ის მე რაღაცა რო არ ხდება, გაიგე? მე ხდება ეს პრობლემები, თორე ანუ მე არავისთვის არ მithქვამს არაფერი რა უნდა გამეკეთებინა. მე თუ ვინმეს გული გადავუშალე, ეივალლა, მადლობა. ეს ის შემთხვევა, როდესაც მე არაფერ შუაში არ ვარ ამ შემთხვევაში. ხელები ამიწევია. გოგოებს შორის არის ამბავი. როიალ, შენი აზრით საიდან იღებს ქალების კოალიცია საფუძველს? საიდან მოდის? არის საერთოდ თუ არ არის? ხო, ნაკოლის ბანდა, ხო? ვინ იძახის რომ ბიჭები დავსვათ? ნაკოლა იძახის მაგას. მე თავიდან ვიძახდი რომ ყველა გოგო არ იქნებოდა მაგ თემაში ჩარეული, ნუ გულისხმობდი სალომეს, რომ სალომე თუ რამეს იძახდა მაგ თემასთან დაკავშირებით, იძახდა ხუმრობით. მაგრამ ზოგიერთ ვიღაცებს აქვს თავისი გეგმები, თამაშია. ვიზე არის საუბარი დაასახელა? ნაკოლაზე. მე. გასაგებია. ანუ ანიყიფში ძეზე ხო? ხო, ანუ რა გეგმა იყო, რამე დაინახეთ, რომ გეგმა მქონდა მე? ვინმეს რამე შევპირდი, დაუპირდი? ხო, აი ეგ. არავის არაფერი არ დაუპირდი, მე ვარ იქ შესული. ჩვეულებრივად ერთ-ერთი მონაწილე ვარ რა. ნუ ისიც და ვაკეთებ იმას, რასაც გული გოგოებმა მისცეს ბიჭებს დისლაიკი, ბიჭები გოგოებს. მაინც გაიყო, ხო? გინდათ არ გინდათ. ამით რომ თამთვის ლაიქი არავის დაუწერია ყოველ შემთხვევაში. ჩვენ არ ვიყავით ჩვენ ვიყავით ინდივიდუალურად და თქვენ იყავით თქვენ ერთიანად. მე ვთვლი რომ ბიჭები საერთოდ არ ვიყავით არანაირ შეთანხმებულად, იქიდან გამომდა მე რასაც ვამბობდით კვირის დასაწყისში იგივენაირად მოვიქეცი ზუსტად. და იგივენაირად დავამთავრე პრინციპს ჩემი ხმები, ლაიქები თუ დისლაიქები. კარგი, პატრიკ, შენ ხარ ერთ-ერთი ყველაზე მეგობრული მონაწილე და თითქმის ყველასთან გაქვს ხოლმე კონტაქტი, მაგრამ ამ კვირაში უფრო მეტად ხედავდით როიელთან და გიორგისთან ერთად. გოგოებთან ნაკლები კომუნიკაცია ჰქონდა. იცი რა არის, ნუ ეხა მე ყველა მიცის რომ ოთახებში არ ვსტუმრობ ამ ხალხს და აქეთ მხარეს არავინ ვერ გადმოდიოდა ჩვენს კონდიციონერიან ოთახში და ეხა ეგ ჩემი ბრალი არ არის, თუ ვინმე შევთან კონტაქტი არ უნდა. ეს ზოგადად თავისი ცხოვრებისეული პრობლემაა, მაგრამ ვისაც ჩემთან კონტაქტი და მეგობრობა უნდა და ზოგადად კომუნიკაცია, მივესალმები ამას. რაც შეეხება გიორგისთან და ის როიელთან პირველ დასმულ კითხვას, რომ აქვს ახლო და ხშირი ურთიერთობა ის არის იქიდან გამომდინარე, რომ დავჭით ძალიან ცოტა დნი. აქედან გამომდინარე, ბევრი ხალხი არ არის, ანუ ეს მანამდე ვიყავით ძალიან არეულნები, იქაც იყავი, იქაც იყავი, ეხლა დავჭით ძალიან ცოტა დნი და ნუ უბრალოდ არც მინდა რომ ვინმესთან გქონდეს ცუდი ურთიერთობა პროექტში, იმიტომ რომ ძალიან ცოტა დნი ვართ. ეს მე უფრო სტრესული არის, დამღლელი არის. და შემეწუხებელი რატომ? ვიმეგობროთ, ვიყოთ რაღაც. აი ეს არის რომ თან გვეშინია უკვე ბიჭებს, იმიტომ რომ თუ ეთყვი გოგოს რომ იატაკი მოწმინდეთ სექსიზმია, თუ ეთყვი ჭურჭელი დაერეცო და თუ კადრში დააკვირდებით სამივე ბიჭი რაღაცა ვაკეთებთ, ანუ გლიცინებ ოღონდ ამგლიცინებ ხალხო. არა, ეგ ხუმრობ. ნუ ნახეთ საქმე იმაშია რომ მე არაფერი არ შემიცვლია, როგორც აქამდე ცხოვრობდი, ისე ამ ოთახში ვერთობოდი, იმ ოთახში ვერთობდი, მაგრამ შეიცვალა ანიმ. რატო ანისთან მე დავალაგე ურთიერთობა ისე მეგობრობა. კარგი გვაქვს, არ არის ის რომ ვიღაცას ემთერება უბრალოდ. ანი როცა არასდროს არ გადასულა იქით ამ მხარეს სახლში, ეს ბოლო კვირა იყო სულ იქ. ჩვენ როგორც ვიყავით, სადაც ვიყავით, ისევ იქ ვერთობით, ისევ იგულისხმებთ, ვისაც უნდა მოვიდეს, ვისაც უნდა წავიდეს და მე არ შევწიო არა მაგაში ეს. თეო, არის თუ არა ქალების კოალიცია? რა ის კოალიცია? არ ვთვლი ამ კოალიცია. კარგი, მაშინ მოდი მე გადავინაცვლებ ახლა ყველაზე აქტუალურ თემაზე. რის გამოც ეს სამი ადამიანი აღმოჩნდა აუთსაიდერის სკამზე. აუთსაიდერების დასახელების ცერემონიალი რაც უფრო მეტი დრო გადის და რაც უფრო ცოტანი რჩებით, უფრო მეტად საინტერესო და უფრო მეტად მოულოდნელი ხდება და ამიტომ მოდი ნახოთ ვიდეო. ჩემი პოზიცია ყველა მისოდა და ამ პოზიციას არ ვჭრით და ჩემი არ მოწონება ვაიმე. აი ეს ხო იყო და სალომეს. გიორგის უწერის ჩემს დისლაიქს.
დიდად ურთიერთობა არ მეთოდი არის პრაიმოუში არ მოწონების დასაწერად. ხო, ნუ. თეონა, ჩემი დისლაიკი პატრიკს. უფალო, მე ჩემი არ მოწონება თეონას. ჩემს დისლაიქს უწერ ადამიანს არანაირი მიზეზის გამო, უბრალოდ აი ესე დისლაიქს უწერ, ეს არის როიალი. რა თქმა უნდა, ყოველთვის უწერდი და იმიტომ რომ წინაზე არ დაუწერე და აუ არ მინდა ეს თამაში. ანა დაამთავრე. ანა ეს სპექტაკლი დაამთავრე რა, დაამთავრე. ზურც უკან ანა ლაპარაკობ ჩემზე ცუდებს ყველგან, საპირპარეშოდან დაწყებული ყველგან. და მე ეხა ლაიქს მიწერ რა ვისაჯერებ ამ ტყუილს. არ მოწონება სალომეს მარტივად. და გადაწყვეტილად დგას უკვე სალომე და თეო. თუ აიღებ დისლაიქს, შენ შეგიძლია ავტომატურად ის მიანიჭო როიალს, რომელიც დაჯდება აუთსაიდერების სკამზე, ან აიღო პირიქით ლაიქი, მისცე როიალს და შენ თვითონ დაჯდე აუთსაიდერების სკამზე. შენი გადასაწყვეტი არის? სამწუხაროდ როიალს შენ გიწერ არ მოწონებას, მაგრამ მართლა არ მინდა. სხვა გზა არა მაქვს. აი სალომეს უკვე ეცინება რომ უყურებ. სალომე, შენ ზუსტად იცოდი, რომ ამ კვირაში გექნებოდა 2 არ მოწონება. იმის და მიუხედავად, რომ შენ და გიორგის მაინც მეტნაკლებად თითქოს დაგილაგდათ ურთიერთობა, მაინც ელოდი მისგან 2 არ მოწონებას? ხო, ეს გიორგი არასდროს არ მალავს ხოლმე, ვისთვის აპირებს დაწერას დისლაიქის და ცოტა მერყეობდა რა, შეიძლება არ დაუწერო, შეიძლება დაუწერო, შეიძლება არ დაუწერო და მე ცოტა რა ვიცი, დავიბენი, მაგრამ მნიშვნელობა აღარ ქონდა, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ მის ხელში იყო ფაქტიურად აუთსაიდერობის ბედი, მაგრამ ერთადერთი უბრალოდ რაზეც ცოტა რაღაცნაირად არ ვიცი, ხა ვისაც უნდა მართლა იმას უნდა დაუწეროს დისლაიკი, მაგრამ ცოტა უსამართლობაა ის ფაქტი, რომ იცი რა, ამ კვირაში, ნუ იმასთან მქონდა კონფლიქტი, იმასთან იმის ბრალია, ამის ბრალია, იმის, მაგრამ დისლაიკი მაინც სალომეს და ცოტა ჩემთვის გაუგებარი თემა. კარგი, იცი რა. ნახე როგორ არის და კვირის დასაწყისში ვთქვი რომ ერთ დისლაიქს უწერდი სალომე და ეს არ იყო და წინა კვირებშიც უწერდი მე ჩემი მიზეზი მაქვს. ეს უკვე ტრადიცია. ჩემი მიზეზი მაქვს ამ ყოველივეს, მაგრამ მეგონი ბიჭები ხა იტყვიან კი ამ ყოველივეზე ვამბობდი რომ თამაშიდან გამომდინარე თუ ჩემი ლაიქი და დისლაიქი მომავალი დასახელებებში ქვემოთ რაიმე ცვლილება შეიტანს, ამ შემთხვევაში დაუწერ სხვას. მაგრამ გამოვიდა ისე რომ სალომეზე ავიდა ისე იმიტომ რომ არაფერს დიდად არ ცვლიდი მე და დაუწერე სალომეს მეტი არაფერი. იმის და მიუხედავად რომ მიმდინარე კვირის მანძილზე შენ და ანის არაერთი კონფლიქტი ჰქონდათ. მე და ანის არაერთი კონფლიქტი მქონდა, მაგრამ მე ანის კიდევ ერთხელ დავანახე ის რომ მის მიმართ არანაირად არ ვარ ცუდად განწყობილი და ის ურთიერთობა და ის მეგობრობა რომელიც ჩვენ გვაკავშირებს ამ პროექტის დასაწყისიდან ის უფრო მეტად ძლიერია ვიდრე ის რაღაც გაბრაზება მე და მათ შორის. ეგ არის ჩემი პოზიცია. დაინახავს, არ დაინახავს. პატრიკ, შენი არ მოწონება დაიმსახურა თეომ, რატომ? იმიტომ რომ ყველაზე ნაკლები ურთიერთობა მაქვს თეონასთან ამ შემთხვევაში დარჩენილი მონაწილეებიდან. ვიღაცებმა თქვეს რომ ის ლიზის გამოდაწერა, იმის გამოდაწერა, ამის გამოდაწერა, ეხლა ჩემი თეონასთან დაწერილი დისლაიქით რომელი მკვდარი გამეცოცხლებინა, ხო? ანუ ჩვეულებრივად დავუწერე, იმიტომ რომ ყველაზე ნაკლები ურთიერთობა მქონდა ადამიანთან, ეხლა ვისთვის დამეწერა, ხო? სხვისთვის ვერ ხვდები და ნუ გამოვიყენე ეს მეთოდი, იმიტომ რომ არავისთან არ მქონია დაძაბული და ისეთი სერიოზული კონფლიქტი, რომელსაც ვიტყოდი მიზეზად, რომ აი ამას ვუწერ დისლაიქს, იმიტომ რომ იმიტომ, ანუ არ იყო ესეთი და ავირჩიე ეს პრინციპი და ამ პრინციპის დავუწერე დისლაიკი თეონას. გასაგებია, ანი, შენი არ მოწონება დაიმსახურა როიალმა და მიზეზი იყო ის, რომ შენ მიმართ გაცივდა როიალი. რაში გამოიხატებოდა ეს გაცივება? ყველაზე ნაკლები კონტაქტი იმ კვირაში მქონდა როიალთან და ესე გადაწყვეტა. გიორგისთან ყველაზე მეტი კონტაქტი მქონდა. კონტაქტი ჩვენ მქონდა, ნუ ახლა კარგი კონტაქტი არ იყო, მაგრამ კივილ-კივილი იყო. როიალ, შენ და ანის ურთიერთობა შეიცვალა, რეალურად? მე არ შევცვალ ვარ. არც მე არ შევცვალ, უბრალოდ გაცივდა. და ის გაცივება რომ არ გაცივდა, ხალხს უგოგოებთან იჯექიდე, ეს ბავშვს არ დაგენახა. ხო ხედავ რა მართალი ვარ. როგორც წესი ამ შეხვედრაზე ყველაზე დიდი აურზაური ის გამომწვევი ყოველთვის არის ხოლმე დისლაიკი. მე მაინტერესებს აუცილებლად, მაგრამ ლაიქი იყო ძალიან საინტერესო შენი მხრიდან ანი. რატომ დაუწერე გიორგის შენი ლაიქი? გიორგი მთელი კვირის განმავლობაში სრულიად
აი ნაყოფიერად ასრულებდა თავის ბოსურ კანდიდატურას და ყველაფერს მაგალითად ჭურჭელს ალაგებდა და სტრატეგიის ნაწილი იყო ჩემი სტრატეგიაო რა ეგ თქვი იყო ანუ მთლიანად პროექტი და თქვენს და გიორგის არიან ამ სტრატეგიას შესულები ანუ თავიდან ფეხებამდე და მე უნდა გამრიო შენ სტრატეგიაში ესე ანუ რაღაცა არაადამიანურ ფარგლებში რა შუაში ვარ ანუ ჩემი თქონდა რამე გათვლილი როგორც გინდა ანუ ჩემი თქონდა რამე გათვლილი მე არაფერი არ მქონდა შენით გათვლილი მე ჩემით ვიყავი თავიდან ფეხებამდე ანუ ამ საუბრით გამოდის რომ კოალიცია მაინც იყო ანუ სალომეს საუბრიდან გამოდის რომ იყო და უბრალოდ ამან არია ქალბატონმა ესე გამოდის კაი რა კოალიცია კი რასამ ბორდები რასამ რამ გაგაგიჟე არ არის ეს კოალიცია უბრალოდ ადამიანთან მივიდა უთხრა რაღაცა და მე სხვადასხვაად მოიქცა რა მაშინ რატოღა არის საწყენი მე მოვალ შენთან ერთს ვიტყვი და გავაკეთებ მეორე და შენ გავაკეთე მე ხო და მაგას ვიძახ სულ ერთი უნდა იყოს შენ მე ტიექშენისთვის მოითხოვს რომ კოალიცია იყოს მაინც პრაიმ ჰაუსში მე ესე ვფიქრობ და უბრალოდ აი რაღაცა ამ მიზეზით მოხდა ეს დასახელება მეტი არ გასაგებია სალომეს და გიორგის შორის ურთიერთობაში ერთი პატარა ნიუანსი მაინტერესებს. როდესაც გიორგის გადაცემაში სალომე იყო სტუმრად, შევატყეთ რომ უფრო მეტად დაალაგდა თქვენი ურთიერთობა და შენ საკმაოდ გულახდილად ისაუბრე გარკვეულ თემებზე, რასაც აქამდე არ შეხებիր ხარ და გიორგის გული გადაუშალა. როგორც წამყვანს და არა როგორც გიორგის. ანუ გიორგი გამოვიდა კარგი წამყვანი ყოფილა. მაგერ ჩვენ გავიწყდება ჩვენ გვავიწყდება ერთი რამ წამყვანს ყოველთვის შეუძლია ადამიანი რესპონდენტი გამოაჩინოს ძალიან სხვა კუთხით და მე ყველანაირად შევეცადე რომ სალომე გამომეჩინა ძალიან მაგარი კუთხით და ეს ის ნაბიჯი იყო რომლის სალომეს უჩვენე რომ მე მიმართ მე მტრულად უკვე განწყობილი ეს რაღაცა დავალაგე და არ ვარ ეს იყო ჩემი პოზიცია კარგი, მაშინ მე ახლა შევეცდები რომ ცოტა კიდე სხვა კუთხით წარმოგაჩინო, რადგანაც იყო დეტალი, რომელიც ჩვენ გიორგისთან ინტერვიუში არ თქვი ბოლომდე. თვალთან დაკავშირებით მაინტერესებს, იტყვი თუ არა ამას დღეს პირდაპირ ეთერში. რა პრობლემებზე არის საუბარი? ხო, ანუ ყველაზე მთავარი ამ ამბავში და ზოგადად ჩემი ყოფნა პროექტში ჩემთვის ყველაზე არ ვიცი ბევრს ნიშნავდა ის რომ ზოგადად გავბედე და ვილაპარაკე ამ თემაზე. რა თქმა უნდა. სართულია და ჩემი ოჯახის წევრებიც არის დამეთანხმებიან რომ მე ამ თემაზე ოჯახთანაც ვერ ვსაუბრობ, ფიზიკურად ვერ ვლაპარაკობ. შესაბამისად მე ვამბობდი და ეხაც მაგას ვიტყვი რომ აი ეგ მომენტი როცა მე გავბედე და ამ პრობლემაზე ვილაპარაკე მარტო იმიტომ რომ დრო იყო უბრალოდ რომ რაღაც გამეკეთებინა ხალხისთვის და არა უბრალოდ ჩემთვის ბევრი ვილაპარაკე ჩემ თავზე ბევრი გავაკეთე ჩემთვის მაგრამ ამ შემთხვევაში მინდოდა ორმხრივი დამოკიდებულება და ურთიერთობა ყოფილიყო მაყურებელს და მონაწილეს შორის და ამ ფაქტის მერე ძალიან ბევრი ადამიანი, ძალიან ბევრი გოგო გამომეხმაურა, რომლებსაც იგივე პრობლემა აწუხებთ და უბრალოდ რაღაცა დიდი ხნის მანძილზე ჰქონდათ კომპლექსი, არ ვიცი, ვერ გამოდიოდნენ გარეთ, ვერ იტანდნენ რეპლიკებს, კომპლიმენტებს თუ რა ვიცი, აი რაც ქვია ამ ყველაფერს და ცოტა მაინც რაღაც გავაკეთე ამ ადამიანებისთვის, რომ უბრალოდ გავიხსენი და მადლობა გიორგი. არა, მაგაზი არ არის, არა. მე ერთი რაღაცის დამატება მინდა. ეს გადაცემა იმისთვის დავიწყე პროექტში, რომ ძალიან ბევრი რაღაცა აგრესია იყო სხვადასხვა დროს ჩვენ მონაწილეებში და ძალიან მინდოდა რომ ყველა მონაწილე რაც არ უნდა კონფლიქტში ყოფილიყავ, ერთ-ერთი იყო იქეთისთან ყველაზე დიდ კონფლიქტში ვიყავი და მაშინ იყო ჩემი რესპონდენტი, რომ გამომეჩინა თითოეული ადამიანი ძალიან სხვა კუთხით და დაენახა მაყურებელს, რომ ყველა ვართ ინდივიდუალური ადამიანები, რომელსაც გაგვგლილი გვაქვს აი მძიმე ცხოვრება და ბევრი რაღაცა პრობლემები და მე მგონია რომ ყველა მონაწილესთან ეს შევძელი და ძალიან დიდი მადლობა ყველას თქვენ. სალომე ხომარ გინდა რომ გააგრძელო ეს საკითხი? ძალიან მოკლედ ვიტყვი უბრალოდ რომ დღევანდელი მაყურებლისთვისაც იყოს გასაგები. ქონდა კატარაქტა, თანდაყოლილი.
ვიყავი ძალიან პატარა, როცა ეს აღმომიჩინეს და ძალიან რთულია ზოგადად ამ რაღაცასთან გამკლავება. ბევრი ოპერაცია გავიკეთე, გადავინერგე ხელოვნური ბროლი. მაგრამ რადგან პატარა ვიყავი, რაღაცები ცოტა რთული იყო, ან თუნდაც ვარჯიშები, რაღაცები და თვითონ ეს პერიოდი, რაც გამოვიარე ოპერაციამდე, ოპერაციის მერე, თუნდაც დამოკიდებულება ჩემს და მშობლებს შორის, რომ ანუ მართლა მახსოვს, აი რატო უნდა ახსოვდეს 2, 3, 4 წლის ბავშვს ის, რომ აი დედა ჩემი რომ ვერ ესწრებოდა და ვერ უძლებდა უბრალოდ თუნდაც იმას, რომ რაღაც ნემს მიკეთებდნენ, ან რა ვიცი, ერთადერთი ადამიანი, ვინც იმ წუთას გვერდში მედგა, იყო დედა ჩემი და მამა ჩემი, რა თქმა უნდა. ამიტომ ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან სენსიტიურია და როცა ძალიან მინდა უბრალოდ რადგან საშუალება მაქვს მივმართავ მაყურებელს, რომლებიც წერენ უამრავ კომენტარს და კომენტარების უმეტესობა ჩემ ვიდეოებზე კონკრეტულად მე ვიცი რომ აქვს ეს პრობლემა. ანუ ამჯერად ეს პრობლემა არის ის, რომ მაქვს სიელმე მარცხენა თვალზე. მე მესმის, რომ ამას თქვენც ხედავთ, ჩემთვისაც ძალიან რთულია ეს ყველაფერი, როცა კამერებთან მიწევს მუშაობა და გავბედე და შემოვედი პროექტში ამ რაღაც ნაკლის, ასე რომ ვთქვათ, მიუხედავად, მაგრამ აი ის კომენტარები, ელამი ხარ, ანუ რა ლამაზი გოგო ხარ, მაგრამ აი ნაკლი რო გაქვს, აი ეს კომენტარები ძალიან გთხოვთ, რომ შეწყვიტოთ, იმიტომ რომ ძალიან რთულია. მართლა ძალიან უტაქტო კომენტარებია ნამდვილად. ძალიან უტაქტო არის და ალბათ ძალიან რთულია ამ რაოდენობით ესეთი კომენტარების მიღება. არა იმიტომ რომ მე რაღაც კომპლექსი მაქვს და უბრალოდ რაღაც ვერ ვიტან, როცა ხას უსვამენ ჩემს გარეგნობას და რაღაც. უბრალოდ იმ მომენტში მახსენდება მთელი ის განვლილი პერიოდი, რაც მე გამოვიარე და რეების გადავთოთ არ შემიმჩნევია არასოდეს. ან ეს პრობლემა და რა მოხატანია? ის როგორი ლამაზი ხარ? ანუ აი მინდა ხა კარგად აგიხსნათ. ანუ მართლა არ შემიმჩნევია, რომც არის რა პრობლემა, ყველა განსხვავდება, ყველას ჩვენი რაღაცა. ნუ ეხა ჩემ ცხრზე აღარ მოყვები 125-ით რომ არავის არ და აგერ ხო არავის არ დაეზარა ლაპარაკი. ხალმე, დედას ვიქცავ, არა, საეთერო სიტყვებით აღარ ვლაპარაკობ, რომ ზიხარიქ არ უნდა გამოყოფდე კონკურსანტებს, მაგრამ ეხლა ისე გაჟღერდა, რომ უნდა გამოყო. თვალს ვერ გწყიტო და ავთოს გადაუჩურჭედე და შეხედე ამ გოგოს რა სახე აქვს, რა თვალია. ის კი არა, მე კი არ მინდა რომ ახლა ისენი შურიანი ცუდი ხალხი არის, ნუ რაღაცა არ ვიცი რა ჭირს, ზოგს რაღაცა ჭირს. მაგრამ ისეთი ლამაზი ხარ. ძალიან დიდი. აი, ერთი რჩევა სასაცილოა, მაგრამ მინდა მოგცე. დღემდე მეუბნებია, რომ ცალი-თვალი ჩასმული გაქვს, უბრალოდ ძალიან გახელილი მაქვს. აი, ეგეთი, მაგაცი. სალომე, ალბათ ვინმეს თუ სურვილი აქვს, აუცილებლად რაღაცას გიპოვის, მაგრამ სინამდვილეში არანაირი ნაკლი არ გაქვს, ეს თვალებთან დაკავშირებით კომენტარები მეც მიმიღია, რომ რაღაცა რატო არ უჩანს ამ გოგოს, რატო ყველას მიგვიღია მსგავსი არარეალური კომენტარები, ეს არ მიიღო ნაკლად, ეს მიიღე მათ ნაკლად და არა შენ. სიელმე ძალიან სექსუალურია. ეს ფაქტი შეიძლება ბართალია ვეთანხმები ამაში ავთანხმებ რაღაცას დავამატებ აქვე რომ ჩვენი გოგოები არიან ძალიან ლამაზები, ჩვენი ჟიურის წევრები, ჩვენი წამყვანი. ჩვენი ერი გადაცემა გამოვიდა არაჩვეულებრივი ხალხი ძალიან მიხარიათ და აი ესეთ მხიარულ ნოტაზე ფარემ გავაგრძელოთ ის თემა რომ ამ კვირაში ზეიმიც გქონდა რადგან გიორგის დაბადების დღე იყო და ნახოთ როგორ აღნიშნეს დაბადების დღე. აიმე ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მოდი მობზანდი. აიმე უღრმესი მადლობა. всё, ადექი, ჭიქები, პატრიკ, ჭიქები. საიდან
Time. აფანდილი. გამიხია აფანდილი. აფანდილი გამიხია. არა. გეღო მე ხო არაფერი მიქ. ენი მე არაფერ შუაში არ ვიყავი, ჩემთვის არ უნდა შემოგეგდო. დამიწერეს ბანტი. ხო და დისლაიკი. ვით დასვა და დაალაგო სახლი. გიორგი, როგორ ჩაიარა შენმა 37-მე იუბილემ? ესე იგი, იუბილემ. ესე იგი, პირველი ის რომ გულშემატკივრებმა გამიკეთეს საერთოდ უცნობ ადამიანებმა სიურპრიზი და ღამე მოვიდნენ 12 საათზე საჩუქრებით, თბილეულობით, ტორტი და შამპანიერი და ძალიან დიდი მადლობა ამ გულშემატკივარს ესეთი გვერდში დგომისათვის, უღრმესი მადლობა თითოეულ მათგანს. და მეორე დღე იყო, როდესაც მონაწილეებმა გამიკეთეს საჩუქარი და როიმ ისე ჩამარტყა თავში ეს ტორტი, ტვინი დავტოვე, მე მგონი მდივანზე. ისეთ ხო ტვინი. ჩამარტყი ვერე მე. ოღონდ მე არაფერ შუაში არ. საფანტი გაუშვი უკვე პატრიკისკენ, იმიტომ რომ როიმ თქვა, რომ პატრიკის იდეა იყო და გაგიჟებულზე ამისკენ გაუშვი ეს ტორტი საფანტი. დამანები თავი. ჩემ ხარეს იყო, მოკლედ ძალიან ბედნიერი დაბადების დღე იყო, ძალიან მხიარული. გოგოებს მადლობა იმისათვის, რომ ეს აქტიურად მე ეს ყველაფერი დაალაგეთ. მადლობა დიდი. როიალ, შენი იდეა იყო ეს ტორტები თომი, ხო? კი, მაგრამ პატრიკს დაუბრალე, იმიტომ რომ ხო, და პატრიკს რატომ დაუბრალე? გართობა რა, ყველას უნდა მოხდეს. გოგოებიც რომ ყოფილიყვენ, გოგოებს ეს ეს. აკარდე შვილი. ყურში შემი რა, პატრიკ რომ გაბრაზდი, ეგ შეგატყდა რა ზოგადად. გავბრაზდი, აბა რა იქნება ხა წარმოგიდგენთ რომ გახარდა ტორტი რომ მოფრინებს საერთოდ არაფერ შუაში რა. ვერ გავიგია ეს ტორტების ფრიალი. ეს ვერ გავიგია, ვიდო და ჭამა. მარტო, იმიტომ რომ ეს ტორტი ბავშვი გაგეხუბნა, ეგ იუბილარობით. ხო, ზოგადად არის რომ იუბილო და ტორტი ვერ აღზარდა ეს ბავშვი რა. როული. ძალიან კარგად აღზრდილი ბავშვია და ნუ მოკლედ იყო ის რომ აღმოჩნდა რომ ძალიან გემრიელი იყო. ძალიან დიდი სიყვარულით რუსთავიორმა ეს ტორტი მე გამიმზადა რომ გვეჭამა და უკან კაცს მიღმა ამ ტორტი რუსთავიორმა გაგიმზადა, ჩვენ გაგიმზადეთ ყველაფერი რუსთავიორმა. ამ ტორტი სროლაზე იყო დრამა, პიროდნე. და ჩაგარტყით ის ტორტი, რა პრობლემა იყო? აი, ჩაგარტყით. არა, როიალმა ჩაგარტყა, მაგრამ რა პრობლემაა? ეგეთი ტრადიცია არის, მithumet ეს წინაღამე თუ გიჭამია ტორტი, იმიტომ რომ ხო რა ვიცი, რამდენი ტორტი ხო მოგიტანე შენმა გულშემატკივრებმა ბიბლიოთეკა ტორტი ხო ჭამე. ისიც გადასკდით კუჭნაცლავზე. გიორგი არის შიტი. შიტი. მოკლედ ძალიან კარგი დაბადების დღე იყო, გულშემატკივარს მადლობა, მონაწილეებს მადლობა აი ამ ყველაფრისათვის და ვთვლი რომ რუსთავიორს უნდა უთხრა უღრმესი მადლობა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ამ პროექტში ვარ და ეს ყოველი რო არა რუსთავიორი, არაფერი არ იქნება და მადლობა რუსთავიორს. კარგი, სალომე, შენი ყავი ერთადერთი მონაწილე, რომელიც არ დაესწარი გიორგის დაბადების დღეს, რატო? იცი რა, მეორე დღეს აღნიშნვას. ყელი მткиოდა და ოთახიდან არ გამოვსულა და ხო რა, არ ვიცი, აი გულწრფელად რომ გითხრა ხო? ხო, აი ყოველთვის იმას ვამბობ, რომ აი ვერ ვიქნები ყალბი ადამიანს, ვერ გაუცინებ, როცა არ მეცინება და აი ვერ ვითამაშებ რაღაცის გამო, იმის გამო, ამის გამო, რომ კარგად გამოვჩნდეთ თუ რაღაც ეგეთები და უბრალოდ რაღაცა ესე გადავწყვიტე თორე რაღაც მეტი არ გასაგებია. ანი დაბადების დღის შემდეგ აქტიურად იყავი სახლის დაალაგებაში ჩართული. ეს იყო გიორგის შემორიგების მცდელობა თუ უბრალოდ გინდოდა რომ როგორ ჩემპიონარისთვის? ეს იყო უბრალოდ მიწობიჭა. არა მინდოდა რომ ბიჭებს ეჩხუბათ უადრო რაღაცის გამო და სუფთა რომ დახვდებოდათ ყველაფერი, მე ესე ვიცი რომ არაფერს არ იზავდნენ და მე მართლა არაფერი არ მოხარა. და თან მინდოდა რომ გიორგისთვის დაბადების დღე არ ჩამეშხამებინა. ანუ რა მე ადამიანი ეგრე იყო გიორგი. როგორ? გიორგის გიო. დაბადების დღე რომ არ ჩექშხამებოდა, მაგიტო დავალაგე. ვიცი და ძალიან დიდი მადლობა ამ ყოველთვის. გისმენ პატრიკ, გისმენ. რაღაცას ამბობდი წყალთან, ტორტთან, წუწუნებით. ის ტორტი ხო მომკვდა და ამზინეს და დამზინეს და წყალიც არ იყო და ძალიან დიდი ჯერ ვამოწმებ წყალი მოდის თუ არა და მე ვისვრვი ტორტს, ეხლა რა ლოგიკაა? პირიქით დაამახსოვრდ და სამახსოვრო ჩემელდა. კი, ძალიან 2 საათი რომ ვიბანდი იმ ტორტებს სახიდენდეთ მიდა. უფ, რა ბედნიერება იყო. საბოლოო ჯამში კარგი მოგონებები დაგჭირდა და კარგი ემოციები და ეს ძალიან სასიხარულოა, რადგანაც ამ პროექტში გჭირდებათ ხოლმე ეს დადებითი ენერგიები. საბოლოო ჯამში კარგი იდეა იყო. სულ რაღაც ერთი კვირა არის, რაც ნუკი კოშკელიშვილი შემოუერთდა Prime House და არის სპეციალური ჟიურის წევრი და სხვა შორის ძალიან საინტერესო ერთი დღეც გაატარა Prime House-ის მონაწილეებთან ერთად. ნახოთ ვიდეო. ხმა მესმის.
მარჯვენა ფეხით. Hello! როგორ ახარ? საჩუქრები მოგიტანეთ. ეს თუ ქალისისა მე. აიცადე ყველას მოგიტანეთ პერსონალიზირებული საჩუქრები. კაცის არის? მაგარია. ამიტომ რაღაცნაირად შევიგრძნო როგორია. ხო და მოდი ჭურჭელი დარეცხი მაშინ. არა, აი ორი ჭიქა, მიდი გოგო მე ჩამე. ჩამეთვლება, გესმის სიტყვენ, რა კარგი დიასახლისია, ნახე, მოვიდა ჭურჭელი. სამი ჭიქა დაგი. არა, მოდი ესენი დავარეცხინო. რა უნდა დავარ? მიდი, გამოიღებ, არა მე გენის დასალე. რა ელოდება ნუკის ახალ მომავალში. ეხლა რაღაცასთან ბრძოლა გაქვს რა. ეს ბრძოლა არის რაღაცასთან დაბრუნებასთან და ეს ყველაფერი ან დაბრუნებასთან იმასთან რაც იყო სიცარიელე შენთან. ბენ ჩამოვალ და მასწავლეს ახლა რაღაცებს. დავიდა. მარე და გამინდა. ეს რაღაც არ მახსოვს, არაფერი ბავშვი გავაჩინე, დამარე მე შურის წევრი ვარ ჯერმიდა ერთი, ორი, აბა, როგორია სტილი? შეიძლება ყველაფერი გირად გაქვს რა. როგორ შეიძლება? მე ვფიცავ. რომ ვიტყვით? მე ვფიცავ. რომ ვიტყვი სიმართლეს. სიმართლეს. და არაფერ სიმართლეს. So help me God. ნუ კი როგორი დრო გაატარე პრაიმ ჰაუსში? იცი რა არის? ძალიან მიყვარხართ მეგობრება, მაგრამ აი იმათთან მინდა ცხოვრება. ძალიან მაგარია, ძალიან უცნაურია ის ჭურჭელი მაინც ვერ გავრეცხე ბოლომდე. მე დამთხოვე რა მოჭერით რა ვერაფრით ვერ გავრეცხე. და როგორც იქნა, ძალიან დიდი მადლობა გოგოებს. მომწერეს რომ ძლივს ნორმალურად გამოიყურები, რა კარგად ჩაგასვეს გოგოებმაო და უნდა მოვიდე კიდე თქვენ დილაობით უნდა მოვდიოდე და გითხრათ ხოლმე რა ჩავიცვა ეს ჯობია თუ ნამდვილად. არა, არაჩვეულებრივი დრო ვატარა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის როგორც ჟიურის წევრისთვის, რომ მივსულიყავი და მენახა მათი რეალობა, მათი ყოველდღიურობა და კიდე ესტუმრები. ხო და მეუბნებიან რომ დარჩი ღამეო და ერთი დღე როდის მოვიდე? როცა თქვენი კარი სულია. დღეს. მე გავიგე, მე არ მეპატიჟე. არა, ეგ უნდა რა ხდება? გავიფუჭა. მოდი თითო კვირას თითო ჟიურის წევრი მივიდეს. ჩვენთან საქსი და დარჩეს. ეგრე არ მინდა ეხა მე რო გითხარით. ხედა გამოდი და მეხმარე იქნებ რაღაცნაირად გავრეცხოთ. არა, მე თანახმავ, ჩვენ ყველანი თანახმავთ, ყველა ჟიურის წევრი თითო დღით მოხვიდა და მიხარით როგორ გავისკეთ და ნუკი ჩააგ და დაუში. ვაი და დაიმახსოვრ, აი მე მაგას არ ვაპატიებ. არა სერიოზული ადამიანი ვარ, იციან თავიდან, რომ გადასაგდები ვარ. ისე მე ვიყავი, ნუკი იყო და ნინუცა. ნინუცაც იყო სტუმრად. მე და ნინუცა ერთად ვიყავით. კი, ჩვენ ტურით გვაქვს და ისო. ყველას ოთახში ვიყავით შესულ. ანი შლის კარტს ფანტასტიკურად. რაღაცები კაცო ერთ ერთხელ ვერ გამოიცნო ვინ გავარდებოდა. მოიცადე. რამდენ ყოველ ჯერზე შლის, ესე იგი ყოველი იმის წინ და მართლა ვუყურებ რა, ნუ აი ნუ თუ ეხლა ერთხელ მაინც ხო შეიძლება. არა, მე რაღაცები მითხრა სიმართლეები მითხარე. მეც მოვიტან კარტს და შეიძლება ისა ლაივში გვირევს. მე ტესტავანი. ნახოთ. ინდივიდუალურად გეუბნები ჩვენს. პროექტში ყავს 3 გოგონა, რომლებმაც სხვათა შორის ძალიან ცხელი კვირა მოგვიწყეს და ნახოთ ვიდეო. Inshallah. Ay, ak მინდა რომ მაგაც. აქ. ჩეკერელი.
ბიჭებო, სად ხართ ამ დროს მაინტერესებს? სად ხართ? სად ხართ ამ დროს, როცა პროექტში ესეთი რაღაცა პატრიკი ხატავდა, მე ვაძინებდი ჩემ ლიზის ძაღლს, სუგას, ერთად ვიწექით, რომ ფსიქოლოგთან იყო თავს იმშვიდებდა. აი, ვფიქრობთ ბიჭები, რომ დავავლოქოთ ერთმანეთი, რომ უფრო საინტერესოები გავხდეთ ჩვენს პროექტში. მე ვფიქრობ, შემდეგ კვირას ჩვენ უნდა მოვაწყოთ საცვლების გამოსვლები, წავიდეთ აუცილებლად. საინტერესო იქნება. ნახოთ რა შედეგი დასრულდება დღევანდელი გადაცემა, რა თქმა უნდა. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვყავს 3 აუთსაიდერი, რომელთა ნომრებზეც უნდა დარეკოთ, რათა ისინი დაარჩნენ პროექტში. რა თქმა უნდა, ერთ-ერთს არჩევთ თქვენ, ჩვენ ტელემაყურებელი, ხოლო მეორე შეარჩევს ჩვენი სპეციალური ჟიური. იმისათვის, რომ თქვენს რჩეულს დაუჭიროთ მხარე, აუცილებლად უნდა დაურეკოთ მათთვის მინიჭებულ ნომრებზე, რომლის ღირებულებაც არის სიმბოლურად 1 თეთრი. ასევე შეგიძლიათ სხვათა შორის Facebook Messenger-ის საშუალებითაც მისცეთ ხმა თქვენს რჩეულს. ეს სტუმრად ჩვენს ოფიციალურ Facebook გვერდს, იქახსენეთ პირადი მიმოწერის ველი, არჩიეთ ჰეშტეგი #getstarted და მხარე დაუჭირეთ ან ერთ ან რამდენიმე მონაწილეს. და მე მგონი უკვე დროა, რომ აუთსაიდერების პროფაილები ვიხილოთ და პირველი იქნება სალომე კაპანაძე ნომრით 039-300-301. ნახოთ სალომეს ვიდეო. პროექტში შემოდიოდი, იწუნებული ვიყავი, რომ ერთჯერ ქვეშ მეცხოვრა ადამიანებთან, რომლებსაც შეიძლება ვერ ვუგებ, რაღაც არასდროს არ ვიცხოვრებდი მათთან ერთად, არ ვიმეგობრებდი, რჩევას არ მივცემდი საერთოდ. გამოვიდა ისე, რომ თურმე შემძლებია. იმ დონემდეც კი მივსულა, როცა საერთოდ აღარ მინდოდა არანაირი თამაში, ბრძოლა, ვინმესთან კონტაქტი, რაღაც დონემდე. მაგრამ აი ამის შემდეგ მივხვდი, რომ ცოტა უნდა შემეცვალა რაღაცეები და აი ეს რაღაცეები სწორედ ხალხს უკავშირდება. როცა ამდენი ადამიანი გადავნებს თვალს, მარტო მათგან არ უნდა იღებდე შენ სარგებელს, ანუ ხეშად რო ვთქვათ, ხმების სახით. შენგანაც უნდა იღებდნენ რაღაცას და ეს უნდა იყოს ორმხრივი და რეალურად ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი მოდის თავდაჯერებულობიდან. თავდაჯერებული ხარ, კარგად აკეთებ საქმეს, თავდაჯერებული ხარ, ამაყად დადიხარ ქუჩაში, ყველაფერი მოდის აქედან. თავარი საქმეა ეს ხალხობისთვის, რომ ფიზიკური ნაკლი, წონა, ბულინგი, ბავშვობის ტრამვები, აი ეს ყველაფერი უბრალოდ შეგვიძლია, რომ ეს მოვიხსნათ და გადავაგდოთ. პირველი მიზეზი, რის გამოც შემოვედი პროექტში, ის იყო, რომ აი ის ადამიანები, რომლებიც ძალიან ხშირად მეუბნებოდნენ ფრაზას, რომ უი, სხვანაირი ყოფილხარ, როცა პირადად გამიცნობდნენ ხოლმე. აი ეს დაინახათ რეალურად ძალიან სამწუხაროდ, ჩემი თავის გამოვლენა დავიწყე გვიან პროექტიდან გასვლის შემდეგ, ალბათ სხვა სალომე გავა. პროექტით იყო გამოცდა, იყო ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში, როცა რაღაცას რეალურად თვალებს ჩავხედე. სალომე, ძალიან საინტერესო ვიდეო ვიხილე და სანამ შენს გულშემატკივართ მიმართავ, მე მინდა რომ ყველა მონაწილემ პატარა ისტორია გაიხსენოთ სალომესთან დაკავშირებით, რომელიც გაგყვებათ. თეონა. მე ის მომენტი გამახსენდება ყოველთვის, როდესაც ცუდად ვიყავი, ყოველთვის მოდიოდა და მამხნევებდა. ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც მოდიოდა და სულ მამხნევებდა. როიალ, ასევე შენს უნდა გაიხსენო. ყველაზე მეტად მახსოვს თანსაცმელები, რომ ავიღეთ და შევეხეთ, როგორ ტიროდეს ეს საყოველთადი და მახსოვს, რომ მოვიტანე შოკოლადის პლიტა. ეგონა რომ შოკოლადი აღარ იყო სახლში და მე მქონდა გადანახული ერთი და ეს მივიტანე და ეგრევე ხასიათზე რომ მოვიდა. ანი, როგორ დაახასიათებდი სალომეს? სალომე არის ძალიან ლამაზი გოგო. ნამდვილად. მის პიროვნულ თვისებებს? ნუ, ქარევით არის. ანუ? ხან დაუბერავს, ხან გადაუბერავს და მე ნელდება ესე.
გასაგებია. გიორგი, შენი და სალომეს ურთიერთობის ჰაილაიტი აი, როდესაც ეს კითხვა დავფიქსდი და წამში პირველი რაც გამახსენდა, არის როდესაც თავიდან, როდესაც ყველაზე მეტად მძიმე პერიოდი მქონდა, როდესაც მონაწილეები დამიპირისპირდნენ და როცა ჩემთვის ვიყავი სულ მარტო, მახსოვს სალომე გამოვიდა ეზოში, შეძლონგზები ჯექი თუ გახსოვს და მითხრა სალომემ რომ აი უნდოდა ჩემთან დალაპარაკება გვერდში დადგომოა. მაშინ უთხარი უარი, იმიტომ კი არა რომ სალომე არა, უბრალოდ ისე ცუდად ვიყავი რომ ჩემთან და ყველაზე კარგად ბევრი ცუდი მოხდა, მაგრამ აი პირველი და ყველაზე კარგი მახსენდება სალომეს გვერდში დგომა. სუსუ პირველი. და მადლობა ამისთვის. როგორ დაახასიათებდი სალომეს? სალომე არის ფანტასტიკური ადამიანი პირველ. გიორგი სულ. გიორგი. და სალომეს დავახასიათებ მეგობრული, მხიარული, დადებითი ადამიანი და მე მგონია რომ რაღაცა ის უთანხმოება რომ არა, მე და სალომე ამ პროექტში შევძლებდით ძალიან კარგ მეგობრობას. ძალიან კარგ. პატრიკ ისმე რა თქმა უნდა. სალომე არის ფანტასტიკური, ვერ ვითმენდი ხოლმე. სალომე არის ფანტასტიკური ადამიანი, ძალიან კარგი გოგო. თან არის ძალიან გამბედავი, რაც ძალიან მომწონს და რაც მთავარია ჩემთვის ძალიან კეთილი, ძალიან თბილი, ძალიან ადამიანური, ძალიან კარგი, სალომე, ახლა კი შეგიძლია ნამდვილად თამამად მიმართო შენს გულშემატკივარს. აი მე არ ვიცი, ყველანაირად ვეცადე რომ ყოფილიყავი სამართლიანი პირველ რიგში. ხარში დავდგომოდი და ხარდაჭერა გამომეცხადებინა მონაწილეებისთვის, როცა ყველაზე მეტად დაჭირდებოდათ ჩემი მხრიდან, იმიტომ რომ როცა ადამიანი მეუბნება, თუნდაც თვალებით, არა სიტყვებით, რომ მიჭირდები, ჩემთვის აი ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ზედმეტი მომივიდა, რა თქმა უნდა, ბოდიში, თუ საყურებლად სანახავად ძალიან ესეთი უხერხული იყო. ნუ ჩემი ხასიათების ბრალია და ამას ვერსად ვერ გავექცევი, ესეთი ვარ. და ნუ თუ ფიქრობთ, რომ უნდა გავაგრძელო პროექტში ყოფნა და ძალიან ბევრი მაქვს კიდევ სათქმელი, იმიტომ რომ რეალურად ეხა ავიღე ალღო, ასე რომ ვთქვათ. მაშინ დამირეკეთ და დავიმესიჯე. თუ გსურთ რომ სალომე დარჩეს პროექტში, აუცილებლად უნდა დაურეკო და დაუმესიჯოთ მას ნომერზე 0903030301. ახლა კი თეონა კოჭლამაზაშვილის ჯერი არის და მოდი ვნახოთ მისი ვიდეო. Prime House-მა ჩემს ცხოვრებაში შეცვალა თითქმის ყველაფერი, საკუთარ თავში აღმომაჩინინა იმაზე მეტი თვისებები, ვიდრე აქამდე მეგონა რომ მქონდა, თურმე ვარ იმაზე ძლიერი, ვიდრე წარმომედგინა და ამის ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან აქამდე ეს მართლა არ ვიცოდი. ეგ ფაქტი იმაზე ძლიერი რომ ვარ, ვიდრე აქამდე ვიყავი, აღმოვაჩინე ბოლო აი ამ კვირაში, როდესაც ჩემზე წამოვიდა ძალიან დიდი ზეწოლა მონაწილე ბიჭების განსაკუთრებით მხრიდან. მე რო დავინახავ რომ ჩემი წერის, მე უნდა მიუწოდე ხო რომ გაჩერდი, შენ მიხდი შენს. და იმაზე ვიფიქრო, სხვა პრობლემები და მე რომ აპრინგებენ იმაზე ვიფიქრო. არა. კი ვარ ემოციური, თუმცა ემოციების გამოხატვა სისუსტეს არ ნიშნავს ჩემი აზრით. ალბათ დაინახეს რომ მე ძლიერი კონკურენტი ვარ და გადაწყვეტეს როგორღაც ისეთი კუთხით მომიდგნენ რომ მე სუსტი გამოვჩნდე. ამ პროექტის განმავლობაში ადამიანებში დავინახე რომ თურმე ძალიან ბევრს შეუძლია პირში გიცინოს, თუმცა ზურგს უკან სამარი გაკითხაროს. ვარ ჩაკეტილი პიროვნება. მიუხედავად ამისა, აქ Prime House-ში ცხოვრების განმავლობაში მაინც შევძელი საკუთარი თავის მეტად გახსნა ამ მხრივ და
ვიღაცები გამოჩნდნენ, ვისაც ვენდე, თუმცა ზოგმა გაამართლა ეს იმედები, ზოგმა არ გაამართლა. წერილის ზომა ნახეთ, რაც ლიზის მისცეთ, აი გითხეთ. შემჩნეული გექნება მზერა, როცა ხუმრობ. სერიოზულად ლაპარაკობ, ან ხუმრობ, რომ მინდა რომ სანამ მე ამ პროექტში ვიქნები, ამ ყველაფერს ვუყურებდე. აღმოვაჩინე თურმე იმ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც არის ჩემნაირი მოაზროვნე, გვერდში დგომა იციან ერთმანეთის და ამის ძალიან მადლიერი ვარ ყველასი. რა თქმა უნდა, ახლა უნდა გთხოვოთ, რომ თეონას შესახებ გაიხსენოთ ჰაილაითები თქვენი ურთიერთობის. საულმე, შენგან დავიწყებთ ამჯერად. ეს ბოლო კვირა ცოტა მძიმე იყო, ამიტომ ну, მაინც კარგად მახსენდება, იმიტომ რომ მე თვითონ მჭირდებოდა, რომ აი ეს ენერგია მიმეღო თეოსგან, რომ როცა მჭირდებოდი და იქ ვიყავი რაღაც მომენტებში, შეიძლება რაღაც მომენტებში ვერ ვიყავი, მაგრამ აი იმ დროს რო გაბრწყინებულ თვალებს ხედავდი, როცა აი რაღაცის მოსმენა უნდოდა და რეალურად იგებდა ამ ყველაფერს, ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავდა. გარდა ამისა, ну ფიქრობ, რომ პროექტის დაწყების დღიდან თეოსთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს, იმიტომ რომ ერთ ოთახში ვართ, იმიტომ რომ ну ბევრი მიზეზია და ფიქრობ, რომ აი უსაყვარლესი, რა ვიცი, აი ყველანაირად დადებითი ადამიანია ჩემთვის. ახლაც იგივე თვალებით გიყურებს, მინდა გითხრა რაც წაღან ახსენე. როიალ, მინდა რომ შენ და თეოს ურთიერთობის ჰაილაითი გაიხსენო. ჩემი და თეოს ურთიერთობა ეს ძალიან დასამახსოვრებელი არ იყო, მაგრამ არის ერთი მომენტი, რომელიც მახსენდება ხოლმე თეოზე. ეგრე როცა ციცაკას დაპირისპირდი პირველად და აი მან ვნახე ყველაზე ნამდვილი ალბათ თეონა, როცა გაჩერდა პირველად. მე აღარ ვიხუმრებ. და როგორ გაახასიათებდი მას? იცით, საიდუმლო მოვიხდება თეონას, აი ეგ სიტყვა. ნამდვილად შეუფერეს უკვე ეს სიტყვა. ახლა ანი, საუკეთესო მომენტები მინდა გაიხსენო შენ და თეოს ურთიერთობიდან. მე მაქვს ლამაზი და საყვარელი ბოძი და მე და თეო იქ ვცეკვავთ ხოლმე და ყველაზე საყვარელი მომენტი ჩემთვის ეგ არის. და რა თქმა უნდა, მინდა რომ დაახასიათო თეო. თეო? კაი გოგოა. ანი, სულ ძალიან მოკლე პასუხები, მაგრამ კიდე აი რა დაინახე მასში მთელი პროექტის ნაწილს. მე მგონი რომ რაღაცებს უფრო კარგად დააკვირდებოდა ალბათ. ანუ ცოტა დაკვირვებული არ არის. მაგრამ კარგი გოგოა. კარგი, გიორგი. მაინტერესებს შენ და თეოს თანაცხოვრებიდან რას გაიხსენებდი? ნუ, შევეცდებით ცუდი არ გავიხსენო. რა თქმა უნდა, კარგი. და კარგი შემთხვევაში არ ვიცი, კარგია თუ არა, თეო მახსოვს ძალიან ცუდად რო იყო, რაღაც ვირუსი იყო სახლში და თეო ძალიან ცუდად იყო და მე და ანი ვცდილობდით რაღაცნაირად მოგვიარა და გაგვემხნევებინა და სულ ეკითხებოდით, აი წვნიანი უნდა თუ რაღაც, აი ეს მახსენდება ალბათ. ეს. და როგორ დაახასიათებდი მას? თეო არის ლამაზი ქალი და მგონია რომ თეო არის ლამაზი ქალი და იმეს ვიტოვებ რომ აი ის რაც მოხდა ჩვენ შორის რაღაც პერიოდის მერე გაანალიზებს და მიხვდება რომ და მგონია რომ მიხვედრილიც არის ამ ყველაფერში ეს ესე არ იყოს სწორი. ესე მგონია თეო. და სამართლიანი მგონია თეო და მგონია რომ ამას ყველაფერს მიხვდება. პატრიკ, შენ და თეოს ურთიერთობიდან რა იყო ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდები? დღე, როცა გავიგე რომ თეონა იყო ვერძი, როგორც მე. ძალიან გამიხარდა და თავიდანვე დადებითად ვიყავი თეონას მიმართ განწყობილი ბოლომდე. რამდენად მოსაწონი იყო ჩემთვის თეონას არჩეული გზა პროექტში ეს სხვა საკითხი, მაგრამ თეონა არის ძალიან კარგი თავისი საქმის პროფესიონალი. და ისეთი კარგი ვერძი გოგო არის მეგობრებო მოკლედ და ვუსურვებ ცხოვრებაში ძალიან ბევრ წარმატებას და პროექტშიც რა თქმა უნდა. თეო, მიმართე მაყურებელს. არ ვიცი, ამ ბოლო ორ კვირაში ვცდილობდი რომ ყოფილიყავი მაქსიმალურად აქტიური, ვიდრე აქამდე, იმიტომ რომ მომეცა შანსი უფრო სხვა კუთხით წარმომეჩინა ჩემი თავი და ვთვლი რომ ეს შევძელი და შემიძლია კიდევ უფრო მეტი გავაკეთო.
და ისიც გამოიკვეთა იმ ერთი კვირის განმავლობაში, როდესაც მე ცუდად ვიყავი, რომ ვარ იმაზე მეტად ძლიერი, ვიდრე მეგონა და ამას დარწმუნებული ვარ ხალხიც ხედავს და ხალხი ის ადამიანები, ვინც მე გვერდით მიდგანან და გულ შემატკივრობენ, მათი უღრმესი მადლობელი ვარ. თუ თვლიან საჭიროდ რომ მე ღირსი ვარ ამ პროექტში რომ ვიყო და გავაგრძელო ცხოვრება, რა თქმა უნდა დამიმესჯეთ ან დამირეკეთ. თუ გწურთ რომ თეო დარჩეს პროექტში, აუცილებლად უნდა დაურეკო და დაუმესიჯოთ მას ნომერზე 090332. და ახლა უკვე როიალის ჯერია. მოდი ვნახოთ როიალის შესახებ ვიხევ. როიალ გადვინი. პროექტში შემოვიდოდი, მეგონა რომ ვიცოდი ასეთის დაახლოებით სად მივდივარ, რას ნიშნავს თამაში, რას ნიშნავს პროექტი და რას ნიშნავს ტელევიზია. პროექტი არის იმისთვის, რომ სხვას ებრძოლო და იმის მაგივრად რომ შენი თავი წარმოადგინო, სხვის თავი იმაზე ფიქრობ და იმაზე ჩალიჩობ, რომ სხვის თავი წარმოადგინო. პროექტში ყოფნის დროს მივხვდი, რომ საერთოდ არ ვიცოდი, რას ნიშნავდა ეს ყველაფერი. გავიაზრი იმ მომენტში, როდესაც კესო წავიდა მეორე კვირას, დადგა თავისი შოუ. და მე მაგ დროს მივხვდი, რომ მე ვარ შოუში. პროექტში ყოფნის დროს მივხვდი, რომ ტაქტიკას ვინც აწყობს, ისევ მაგას შეუტრიალდება და ისევ წაგებულში იქნება. მე არ ვთვლი, რომ გიორგი ნაზღეიძე უნდა იყოს აუთსაიდერი, მე ვთვლი, რომ გიორგი ნაზღეიძე უნდა დატოვოს პროექტი. დავიწყე თამაში ნიშნავს, რომ იმის მიუხედავად რომ ვიღაცა არ მომწონს ამ პროექტში. არ ნიშნავს, რომ მაგასთან ერთად არ უნდა ცხოვრობდე, არ უნდა ვითხოვდე, არ უნდა ვაპროტესტებდე, რომ აი ახლავე დათოვოს. უნდა ვითამაშო და ველოდო სამშაბათს დავასახელო. მანამდე მიდის ჩვეულებრივი ცხოვრება, ჩვეულებრივი ჩელენჯი და ასე შემდეგ. არ მიჭირს იმის თქმა, რომ კი მე არასდროს ვიყავი. მე ვფიქრობ, რომ ყველა მონაწილე რომ თავის დროზე თქვას, რომ კარგი მე არასდროს ვარ, არ იქნებოდა აი ამ ხელა ამბები ყველა თემაზე. მაგ სახლში ერთი მეგობარი მყავს და ეგრე ღმერთი. სხვა არ მინდა ჩემი მეგობარი მანდ არ არის, ეგ არის პროექტი, სადაც ყველა თამაშობს თამაშს, სადაც გიცევს ერთმანეთთან შეჯიბრი, ერთმანეთის გაგდება. მე და პატრიკი. თევზო ოქროსაო, გაძლო ჩემნა ქოსაო. დაუჭერია ზვიგენი ზღვაში. ტაში. მე მგონია რომ ჩემგან უფრო რაღაც ხრივ არის თავის გაყიდვის, ну რაღაც პატრონაცილით არის თავის გაყიდვის პროცესი, მაგრამ რა თქმა უნდა 90%-ით არის просто გლიცინი და გადაობა და ცანცარი, როგორც გარეთ ცანცარებთ, ზუსტად ესე ცანცარებთ იქ. პროექტამდე მეგონა რომ არ ვარ მისაღები ხალხისთვის, როგორც ქართველი. პირველად ამ პროექტში ყოფნის დროს გრძნობ თავს, როგორც სრულყოფილ ქართველ ადამიანებს. ახლა კი მინდა რომ მონაწილეებისგან როიალის დახასიათება და მის შესახებ ისტორიები მოვისმინო. სალომე, გისმენთ. როიალთან ყოველთვის კარგი დამოკიდებულება მქონდა, ძალიან ბევრი რაღაც მახსენდება ეხა, მაგრამ პირველი ჩემთვის ყველაზე რაც მთავარია, ალბათ მახსენდება ის, რომ ძალიან სამართლიანია. ძალიან ყველა სიტუაციას უყურებს, რავი, რეალურად, ზუსტად ისე ამბობს, როგორც არის, არც მეტი, არც ნაკლები. ჩემთვის პირადად ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. დანარჩენი უკვე რაც ვიდეოში იყო, რომ ძალიან მხიარულია. შეუძლია რომ ხასიათზე მოგიყვანოს წამებში, არ ვიცი, გაგახალისოს, ყურადღება გადაგატანინოს სხვა რაღაცას და ზუსტად ეგრეა და გეთანხმები ასე. თეონა, ახლა მინდა რომ შენ გაიხსენო როიალთან თანაცხოვრების დროს, რაიმე სასიამოვნო რაც გაგყვება. მხიარული ადამიანია, კარგი ბიჭია. და ერთი ის მოხსენდება პირველი როიალზე ერთად რო ვსვავდით თავიდან ყველა ერთად ვიყავით და რაღაც მომენტში რაღაცა წააგო მახსოვს და აუზში უნდა ჩამხტარიყო მაგის გამო და ფეხი რო აუსრიალდა და იქ როცა ეგ მახსოვს მაგრამ ადგა და მაინც გაგრძელა გზა ანი აუცილებლად მინდა შენგან მოვისმინო თქვენი საუკეთესო ისტორია, რაც გადაგხდენიათ ერთად ამ პროექტში. ჩემი აზრით, როიალი არის ადამიანი, რომელსაც ყველაზე მაგარი იუმორის გრძნობა აქვს, შეუძლია გააგებინოს და გაიგოს. და ყოველთვის ხრება. მადლობ, გიორგი. როიალი არის ადამიანი
შეიძლება. გათხრები ხარ, გაჩერე. აი ესე არის, ჩემ გადაცემაში შემოიჭრება რაღაც კითხვები, რა ვათხრებ. როიალი ჩემთვის არის ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან მაგარი იუმორის გრძნობა, როგორც თავის თავზე, ესევე შეუძლია, ანუ ეს იუმორი რაღაცები ისე თქვას, რომ ნუ ჩვენ ვიცინით, არც ჩვენ გვეცინება და როიალს ვთვლი ამ პროექტში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მოთამაშედ და ეს აღვნიშნე თამაშის დასაწყისში და იგივე პოზიციაზე ვჩები და ირონულს რაც შეეხება, მე მგონია, რომ როიალს აქვს ის სიღრმე, რომელიც სიღრმეშიც არც ერთ მონაწილეს აღუშვებს. ძალიან ღრმა ადამიანია. საინტერესო, პატრი. შენ როგორ დაახასიათებდი როიალს? ჩემი როი. და დაგხვდები ბევრი ისტორია გაქვს გასახსენებელი თქვენი თანაცხოვრებიდან. როიალი პირველი დღიდან არის ჩემი მეზობელი, ესე დავდივართ ხოლმე ერთად ხა ჩვენ ესე დავდივართ ხან გადავდივართ სხვადასხვა. მოკლედ ისეთი მაგარი ადამიანია და ისეთი მაგარი ქართველი კაცი არის როიალი, რომ ეგეთი არ მინახავს არცად საერთოდ. უკეთილესი უსამართლიანესი აი ადამიანი არის და არ ვიცი შენი გულშემატკივრები გულშემატკივარი ვიცნები და გულშემატკივრები ვიცნები მთელი როიალ მოდი მიმართე შენს გულშემატკივრებს Okay, so მეც მიყვარს როგორც თქვენ რომ ვარ აუთსაიდერი რავი არ ვფიქრობ რომ ვინმე ცუდად უნდა მომიქცეს რომ დავრჩი ამ პროექტში ყველანაირ შემთხვევაში ნუ ეგ უკვე იცით რომ თუ გინდათ რომ აქ ვიყო და მემესიჯეთ, ამიტომ გადავალ ბარემ მადლობებზე. მადლობა თუ თვლით რომ აქ უნდა ვიყო და სიყვარული მიმაჩნია თქვენს მიმართ, ასევე როგორც თქვენ ჩემს მიმართ. თუ ხსოვთ რომ როიალი დარჩეს პროექტში, აუცილებლად უნდა დაურეკოთ და დაუმესიჯოთ მას ნომერზე 09030303 და ახლა კი მინდა კვლავ ტრადიციულად მოვიხმო და მივესალმო ჩვენს სოციალური მედიის მენეჯერი გიორგი ნაჭყებიას. გიორგი, ხავ. გიორგი, მოგესალმები. ვაუ, გიხარია შენი როგორ ყავა? გიხარია აქ შემოს. მომიყევი რა ხდება ჩვენს თავს, ჩვენს ძალიან პოპულარულ სოციალურ პლატფორმებზე. მოგიმე ტრადიციას არ დავარღვევ და კვლავ ვიტყვი ამ გასაოცარ შედეგებს. ჩვენ კვლავ გამიცდით პროგრესს, რა თქმა უნდა. იმის მიუხედავად რომ მოგეხსენება მარიამ რომ ყოველ შაბათს ვტოვებს ერთი მონაწილე, მაგრამ ყოველ შაბათს მე გამოვდივარ და ვამბობ რომ გასაოცარი შედეგები გვაქვს და ასეა დღესაც. მაგალითად Facebook-ზე თუ ერთდროულად ვიყურებდა 40,000 ადამიანი, დღეს ეს რიცხვი უკვე ავიდა და ყველა სოციალურ ქსელში, Facebook-ზე, TikTok-ზე, Instagram-ზე და YouTube-ზე ერთდროულად ვიყურებს უკვე 50,000 ადამიანი. ეს ძალიან გიხარია. დღესაც ამ წამსაც ვიყურებს 51,000 ადამიანი, რაც გასაოცარი შედეგია. ასევე მინდა ვთქვა, რომ TikTok-ზე არც ერთ ქართულ გადაცემას არ ყავს იმდენი გამომწერი, რამდენიც ჩვენ და უკვე 10 და 100,000 და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ავალთ 200,000-იან ნიშნულამდე. და დასასრულს მინდა რომ ერთი ვიდეო გაჩვენოთ, სადაც მონაწილეობენ ჩვენი მონაწილეები და ასევე ჩვენი გასაოცარი ჟიური. დაგვეხმარნენ. ასეთი ცეკვა არის. ძალიან დიდი მადლობა ნუკის რომ მონაწილეობა მიიღო ამ ცეკვაში და უკვე ავიდა ეს ვიდეო დაახლოებით 500,000 ნახვამდე. რა ჩვეულებრივი არის. 500,000 არის ხო საუბარი? დიახ. ნახევარი მილიონი. ვაუ! ახლა რამდენი ადამიანი გვიყურებს? ჩვენ გვიყურებს 51,400 ადამიანი. მოკლედ, სულ სასიამოვნო სიახლებით მოდიხარ ჩვენთან და ძალიან მიხარია ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, შემდეგ კვირასაც გელი კვლავ ესეთი დიდი ბობოქარი სიახლებით. მადლობა. ჩვენი live show კი უკვე კულმინაციას უახლოვდება და სულ ცოტა დრო რჩება ხმის მიცემის დასრულებამდე და ჩვენ უკვე ძალიან მალე გავიგებთ თუ ვინ გახდება მაყურებლის რჩეული და ვინ დარჩება პროექტ Prime House-ში. მე ვიწყებ დროის ათვლას, რომელიც ყველაზე ისეთი ამაღელვებელი მომენტი არის ჩვენთან. დავიწყებ. 10 9 8 7 6 5 4 3 2
ერთი ხმის მიცემა შეწყდა. ჩვენ სულ რამდენიმე წამში უკვე გავიგებთ, თუ ვინ გახდა მაყურებლის რჩეული და ვინ დარჩება პროექტ ჰაუსში. ძალიან საინტერესოა, რადგანაც უკვე ფინალს უახლოვდებით და უკვე სიტუაციაც უფრო მეტად იძაბება, კონკურენციაც იზრდება, ჩვენი მონაწილეებიც უფრო მეტად ღელავენ და სულ რამდენიმე წამში გავიგებთ, თუ ვინ გახდა დღევანდელი დღის რჩეული მაყურებლის მხრიდან. და ძალიან საინტერესო არის ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, და როგორც ხედავ, ჟიური უკვე ჭობს, განიხილავს ვარიანტებს, როგორ განვითარდება მოვლენები, ვნახოთ. და მე ველოდები, რა თქმა უნდა, ინფორმაციას, რომელიც ძალიან მალე მოვა. მეგობრებო, ყველა თქვენგანი უკვე მეორე ძის აუთსაიდერის სკამზე. იგივენაირად ღელავთ თუ უკვე უფრო მეტად? უფრო მეტად. ცოტა ნაკლებად. სალმე შეიჩვია, როგორც ჩანს, თქვენ უფრო მეტად ხალხ. რა განსხვავებაა წინა აუთსაიდერობას და დღევანდელში? იცი რა არის, ძალიან დიდი გზა გავიარე. ხო ხდები, მაგრამ იქ გავარდნილი ვიყავი. ეხლა ხალხის ყველაზე მეტად მეშინია, რომ ჩემი გულში მათგიურების იმედს გაუცროებ და აი ეგ მაშინებს აი ამ მომენტში, რომ აი აქ ამ ხელა გზა გავიარე და ეხლა რომ იმედს გაუცროებ ჩემი გულში მათგიურებს. თეონე, შენთვის რატომ არის უფრო სტრესული ეს მეორე აუთსაიდერობა? ხო, მეტი ადამიანი ვხედავთ აუთსაიდერებში, ვიდრე წინაზე და რაღაცნაირად ცუდი გრძნობაა ნამდვილად აქ. კონკურენციაც უფრო დიდია. რა თქმა უნდა. და თუ როგორი იყო კონკურენცია, ამას სულ რამდენიმე წამში გავიგებ და სალმე შენ რატო აღარ ღელო? იმიტომ რომ მივედი იმ დასკვნამდე, რომ თუ მოხდა ისე რომ დავტოვე პროექტი, ხელსარიელი არ მივხვდა. ნამდვილად. ყველაზე მეტად ხო, აი, არ ვიცი რა შეიძლება. ხელსარიელი არ ბრუნდები, რას გულისხმობ? ხო, ანუ რაღაც კი არ მიმოქვს, ანუ იმას კი არ ნიშნავს, უბრალოდ აი ემოციების, რაღაცები, რაც მივიღე, რაც გავეცი, აი ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ხო, ხალხის სიყვარული რაც ალბათ ნომერ პირველი. რა თქმა უნდა, თქვენ ძალიან დიდი გზა გამოიარეთ, უკვე ძალიან ბევრი მოგონება დააგროვეთ, ძალიან ბევრმა ადამიანმა გაგიცნოთ და ახლა კი გეტყვით, სულ რამდენი ხმა შემოვიდა დღეს? და გავიგებთ თუ ვინ გახდა მაყურებლის რჩეული. სულ შემოსულია 911,670 ხმა. 911,670 ხმა. ამ ხმების 40.73% მიიღო, რა თქმა უნდა, ერთმა კონკურსანტმა. ეს კონკურსანტი არის თეო კაჭლამაზიშვილი. დაუბრუნდი მონაწილეს, რადგანაც დღეს შენ გახდი მაყურებლის რჩეული და მოიპოვე სასწაული რაოდენობის ხმა. თეო, გილოცავ. თეო, ელოდი ასეთ ხარდაჭერას. აი, შოკი მაქვს. ყველას უღრმესი მადლობა, ვის მხარი დამიჭირეთ. გაფასებთ და არ ვიცი, მადლობა. შოკი მაქვს, აი, კანკალებ, ისევ კანკალებ. თეო, შენ მიიღე 549,281 ხმა. ეს არის Facebook-ის და ზარების და SMS-ების ჯამი. რაც ნიშნავს, რომ ძალიან დიდი მხარდამჭერა გაქვს. უღრმესი მადლობა. მადლიერია. ყველას ისეთი მადლიერია. ახლა კი დადგა ჟიურის ვერდიქტის დრო. საი, რა ვქნათ თამაშის შემდეგ ლაივზე სიტყვა აღარ შეგვიძლია. არა, ნუ აი ძალიან რთული. ეხა აი არის. თანაბრად, ანუ ორივეს
ორივე არის თანაბრად და კისუმასე ვამბობ, მაგრამ ორივე ძალიან მაგარია. როიალზეც გიჟდები და სალომეზეც გიჟდები და მეც აი არ ვიცი. აი, მაგრამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ. უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება და კიდევ დამატებითი დრო. ერთი წამი ნამდვილად მესმის ჟურიც, რადგან საკმაოდ დავაზუსტებთ, იმიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ამათო იმიტომ კი არა, რომ ორი უმაგრესი მოთამაშე და კარგი ადამიანია. ამათ უკან დგას მთელი ჯარი ხარდამჭერების, რომელიც გულშემატკივრობენ და უნდა გაიგონონ ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება და კიდევ ერთი წამი პაწაწინა წამი გვაქვს. რა თქმა უნდა. და სანამ ჟიური გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩვენ უნდა ჩავასწოროთ ის მონაცემი, რომელიც ახლა თეოსთან გაჟღერდა და რაც უთხარით თეოს. თეო კოჭლამაზიშვილმა მიიღო 50.63% ხმების, რაც არის ხმების 461.561 ხმა. ეს არის სწორი მონაცემი და რა თქმა უნდა ჩვენ უნდა ყველაფერი დეტალურად ზუსტად განგიმარტოთ და ეს მონაცემი რა თქმა უნდა Facebook გვერდზე აუცილებლად დაიდება. თეო, ფანტასტიკური მონაცემია, გილოცავ რა თქმა უნდა. დავეოდებით ჟიურის ვერდიქტს ნელ-ნელა. აუთსაიდერები, როგორც ხედავ, ძალიან ღელავენ. რადგანაც გადამწყვეტი მომენტია და ახლა გავიგებთ თუ რომელი მათგანი დარჩება პროექტში და რომელი გამოეთიშება პროექტ Prime House და მზად ხართ? არ ვართ მზად და ვერც ვერასდროს ვერ ვიქნებით, იმიტომ რომ მართლა ძალიან ცოტა ადამიანია დარჩენილი, ძალიან რთულია გადაწყვეტილების მიღება და ახლა ვლაპარაკობდით სწორედ იმაზე, რომ ბოლო წამებში იცვლება აზრი. აი შეიძლება მოხვიდე იმ განწყობით, რომ აი ასე მგონია, ესე ვფიქრობ და აი აქ ლაივის დროს, როდესაც ისმენ ამ ადამიანებს, როცა უფრო ახლოს ვიცნობ, იცვლება, აი არ ვიცი. თითო სიტყვას აქვს მნიშვნელობა და წამს აქვს მნიშვნელობა. ვიტყვი ახლა. ანუ რეალურად ორი თანაბარი კანდიდატია, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პროექტში დარჩება სალომე. და ჟიურის გადაწყვეტილებით პროექტში რჩება სალომე ყაბანაძე. რაც ნიშნავს იმას, რომ როიალ გოდვინი ავტომატურად ტოვებს პროექტ Prime House. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ ყოველ შაბათს ამ დროს 23 საათზე შევხვდებით ერთმანეთს, ხოლო თქვენ რუსთავიორის მაყურებელს შეგიძლიათ ყოველდღიურად უყუროთ პროექტ Prime House 23 საათზე რუსთავიორის ეთერში. ასევე არ დაგავიწყდეთ YouTube სტრიმი, რომელზეც 24 საათის მანძილზე შეგიძლიათ ჩვენს მონაწილეებს ადევნოთ თვალყური. მე დიდ მადლობას გიხდით ჩვენთან ერთად ყავნისთვის და შემდეგ კვირამდე გემშვიდობებით. კარგად.